საღამოშვიდობისა ეთერშია გადაცემა ცხელი ხაზი, ნათია ორველაშვილი და ზვიად ქორიძე მუშაობთ დღეს თქვენთვის. საღამოშვიდობისა ნათია, მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წინასაარჩევნო გარემოზე. რამდენად ზად არის გარემო იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები გაიმართოს. შეიძლება თქვენც ისევე როგორც პირადად მეც გამიჩნდეს მოსაზრება, რომ ეს კითხვა ხომ არ არის რიტორიკული, მაგრამ მოგიწევთ საშუალება ჩვენს მაყურებლებს დღეს ჩვენთან ერთად საათნახევრის განმავლობაში, ასევე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე, ვისაუბროთ სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე და თქვენი მოსაზრებები, თქვენი კითხვები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. 2-922-115, 2-922-116 ცხელი ხაზის კითხვები და ასევე შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოაგზავნოთ ნომერზე 2015. ნახოთ, რა დარღვევებს აფიქსირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და რას ფიქრობენ ისინი, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების. როგორია საარჩევნო გარემო დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების თვალით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და საარჩევნო პოლიტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენს კითხვებს უმრავლესობის ჩიორა თაქთაქიშვილი უპასუხებს. ჩვენი ინტერაქტივის კითხვა, რომელიც ახლა ეკრანზე ჩანს, ისევე როგორც ცხელი ხაზის Facebook-ის გვერდზე, ასეთია, არის თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო. Facebook-ზე ჯერ სულ 25 შეტყობინება, იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი ვინც დარეკავს, უბრალოდ აღნიშნავს Facebook-ის გვერდზე თავის მოსაზრებას, კი არა, ან ნაწილობრივ გაიზრდება ამ წუთას ასეთი ვითარება, რომ არ მიაჩნია, უბრალოდ მიაჩნია, რომ არ არის ნორმალური გარემო სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში. 20 ნახოს ჩვენი გვერდისა Facebook-ზე, 3-ს მიაჩნია, რომ არის და მხოლოდ 2-ს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ. კარგი იქნება თუ თითოეული მათგანი, ვინც გამოთქვამს ასეთ ინტერაქტიულ გამოკითხვაში თავის მოსაზრებას, შეგვეხმიანება და დასაბუთებასაც მოგვაწვდეს გადაცემაში. ახლა შეგიძლიათ კომენტარები დატოვოთ Facebook-ის გვერდზე, ცხელი ხაზის გვერდზე. ახლა კი ნახოთ ჩვენი გადაცემის პირველი სიუჟეტი ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს მეორე შუალედური მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ანგარიში, რომელიც 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის პერიოდს მოიცავს 73 საარჩევნო ოლქში ბრძოლადიანმა მონიტორებმა დამკვირვებლებმა განახორციელეს და ნახოთ რა დარღვევები დაფიქსირდა ამ ხნის განმავლობაში. ნინო კვირკვეას სიუჟეტში ვნახოთ. კამპანიის შეშენგეხება მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს კონტროლის პალატის, სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება. აღნიშნული უწყებების მიერ პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული ბრალდებები და გამოყენებული სანქციები ხშირ შემთხვევაში ცალმხრივ და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ან ვარაუდებს ეყრდნობა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სანქციათა შეფარდების პროცესი დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევასა და დაცვის უფლების სათანადო განხორციელებას. მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა პლურალისტულ მედიაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითი დღე იზღუდება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული. ეს მიმართვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა სახელმწიფო უწყებებს 14 ივნისს გაუგზავნეს. კამპანია ეს შენგიხებას ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, კონტროლის პალატას, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურასა და უწყებათა შორის კომისიას წინასაარჩევნო დარღვევებზე ობიექტური და თანმიმდევრული რეაგირებისკენ მოუწოდეს, რადგან წინასაარჩევნო გარემო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით მნიშვნელოვნად დამძიმდა. სამართლიანი არჩევნების დაყურებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10 შემთხვევა, მუქარისა და ზეწოლის 9 შემთხვევა, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშის წორების 2 შემთხვევა, ჟურნალისტებისათვის საქმიანობის ხელის შეშლის 4 შემთხვევა, არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობის ხელის შეშლის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. საარჩევნო გარემო ყველა მიმართულებით მძიმდება, მათ შორის მედია გარემოსთან დაკავშირებითაც. კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს არადამაკმაყოფილებლად
შეაფასებს სამართლიანი არჩევნებია. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ წინა საარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ერთთვიანი მონიტორინგის დროს პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 9 პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორების 2, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებში შევიდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით ადამიანებს შეუწყდათ შეუჩერდათ სოციალური დახმარებები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებში შევიდა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირები პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ავალდებულებდნენ თანამშრომლებს შეეძლებინათ ხელმოწერებიან ჩართულიყვნენ სხვადასხვა წინასაარჩევნო საქმიანობებში. სამართლიანი არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში, რომელიც 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის პერიოდს მოიცავს, 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით განხორციელდა. ანგარიშის მიხედვით ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ხდებოდა. ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ამბობდნენ, რომ უსამსახუროდ კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერის გამო დარჩნენ. სიღნაღის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ჩუთლაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩუთლაშვილი ამბობს, რომ იგი კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერია. ზაზა მამალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზაზა მამალაშვილი მისი გათავისუფლების ფაქტს მეუღლის სამუშაო ადგილს უკავშირებს. მისი მეუღლე თამარ იაკაშვილი დასაქმებულია გლობალ ტივის ოფისში ოპერატორის პოზიციაზე. სამსახურიდან გაათავისუფლეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს პედიატრი მალხას წერეთელი, რომელიც ამავე დროს რესპუბლიკური პარტიის ლიდერია ჭიათურაში. 2012 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს აგრარული ბაზრის დაცვის თანამშრომელი გიგლა მორგოშია მისმა ხელმძღვანელმა ოლეგ ჩალიგავამ დაიბარა და განაცხადა, რომ უშიშროების თანამშრომლებისგან მორგოშიას სამსახურიდან გაშვების დავალება მიიღო. მორგოშია სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ თებერვლის თვეში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის აღდგენის მიზნით ხელმოწერებს აგროვებდა და კოალიცია ქართული ოცნების ჩხოროწყუს ოფისის გახსნის დღიდან მათი კოალიციის წევრი და აქტიური მხარდამჭერია. სამსახურიდან გაათავისუფლეს სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის 4 პედაგოგი. როგორც პედაგოგები აცხადებენ, 2011 წლის 4 დეკემბერს მათ ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლესთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელმა თინა თინგოჩელაშვილმა ახალი წლის დღეებში ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. იმავე საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა ჩუბინიძემ თინა თინგოჩელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გოჩელაშვილის თქმით, ქალაქ ქუთაისის განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრო ლოსაბერიძემ 2012 წლის თებერვლის თვეში სკოლის დირექტორებთან ჩატარებულ თათბირზე განაცხადა, რომ გოჩელაშვილის ბედს გაიზერებს ყველა, ვინც მათ გვერდით არ იქნება. სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხდა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მუქარის, ფიზიკური ანგარიშწორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც, მათ შორის ერთ-ერთი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის შემთხვევაა. გელამთივლიშვილი თიანეთში პოლიციის შენობის გადაღების დროს ადგილობრივმა პოლიციელებმა 2012 წლის 20 მაისს დააკავეს. რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ მთივლიშვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. პოლიციის შენობაში 1 საათი ვყავდით. წამართოს კამერა, სადაც ყველაფერი მქონდა გადაღებული და დაფიქსირებული. მეზალდნენ და ისე წამართოს აპარატურა. ადვოკატთან დალაპარაკების საშუალება არ მომცეს. 1-2 წამოკრეს და მაგინებდნენ. იქვე გავხდით ცუდად, ტუალეტშიც კი არ მიშობდნენ და ჩემზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. სამართლიანი არჩევნების ანგარიში დეტალურადაა განხილული კონტროლის პალატის საქმიანობა. ანგარიშის მიხედვით ბოლო 1 თვის განმავლობაში კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილი ფინანსური დარღვევების შედეგად დაყადაღდა არაერთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში და დაკისრებულ იქნა სოლიდური ფინანსური ჯარიმები. კონტროლის პალატის ყველა ეს საჯარო ქმედება მიმართული იყო პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათთან სავარაუდოდ ასოცირებული პირების და ორგანიზაციების წინააღმდეგ. ანგარიში მოხდა ფონდ კომაგის და გლობალ ტივის საქმეები, ასევე მონაცემები პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეებისთვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი თulis, რომ გლობალ ტივისა და კომაგის საქმეები საარჩევნო გარემოს არათანასწორობის კარგი მაგალითია. მისი თქმით, კონტროლის პალატა მტკიციერად რეაგირებს ოპოზიციური ძალის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების აქტივობებზე, თუმცა მმართველი ძალის მიერ კანონის დარღვევა მისი ყურადღების მიღმა რჩება. უკეთეს შემთხვევაში კი მაკონტროლებელი ორგანო ფაქტების არასათანადო მოკვლევას სჭირდება. კონტროლის პალატამ გამოკითხა რამდენიმე ათეული ადამიანი,
ამ რამდენიმე ათეულმა ადამიანიდან მხოლოდ ნაწილმა, როგორც მე ვიცით 16-მა განაცხადა, რომ მათ თეფშების გადაცემისას უთხრეს, რომ ეს იყო საჩუქარი პოლიტიკური პარტიისგან, უბრალოდ ლიდერისგან, ივანიშვილისგან, თუმცა შემდგომში აი ეს კონკრეტული ფაქტი გადამრავლდა ყველა იმ ადამიანზე, ვისთანაც კი მოხდა ამ თეფშების დაყენება და შემდგომში გადამრავლდა იმ 10-ზე, იმიტომ რომ 10-ჯერ უფრო მეტით უნდა დაჯარიმდეს. ორივე კომაგის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც მათი ანგარიშები დაყალდაღდა მანამ, სანამ ეს კომპანიები განახორციელებდნენ ხარჯვას. ეს უკვე თავისთავად უცნაურია, იმიტომ რომ რეალურად ბრუნვა არა აქვს ორგანიზაციას, არ განხორციელებულა არავითარი ხარჯვა, თუმცა ისინი მოექცნენ იმ რეგულაციაში, რომელშიც უნდა მოექცენ მხოლოდ და მხოლოდ ის შემთხვევაში, შენ თუ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ განახორციელებ ხარჯვას. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება ცალკეულ დარღვევებს, დეპუტატები მათზე სათანადო რეაგირების პირობას დებენ. გადაიყვანა აუჯერებელი იმისათვის, რომ როგორც სიების დაგუსტებასთან მიმართებაში, ასევე ცალკეული პოლიტიკური პარტიების არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მონაწილეები ჩამოსაგდა ამ პროექტ პაკეტი, რომელიც გულისხმობს ზუსტად რომ თანასწორი გარემო იყოს საარჩევნო ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რათა ადამიანებს საზოგადოებას შეეძლოთ თავიანთი აზრის დაფიქსირებით აერჩიონ ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შემდგომში იქნება თანხმედრაში იმ მოთხოვნილებებთან, რომელიც აქვს საზოგადოებას. მე მგონია მაქსიმუმი ხელისუფლების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან და მედიის მხრიდანაც კეთდება, რომ ეს გარემო იყოს სამართლიანი. აი ბოლო დროს მიმდინარე პროცესები, მიტინგები იქნება თუ მათი დაშუქება ამაზე მეტყველებს. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლის და რეაგირების გარეშე არ დარჩება. ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ივნისის თვის ანგარიშს ივლისის შუა რიცხვებში წარმოადგენს. ცხელეხაზი პირდაპირ ეთერში განაგზავს მუშაობას ნათია ორველაშვილი და მე ზვიად კორიძე აუძღვებით დღეს გადაცემას და გსურს ვისაუბროთ თქვენთან წინასაარჩევნო გარემოზე, რამდენად სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის და რამდენად აუცილებელია ნორმალური წინასაარჩევნო გარემო. თქვენ მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს არის ასეთი გარემო საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, თუ მიგაჩნიათ, რომ არ არის ასეთი გარემო, რომ იგი შეიცვალოს. ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით ჩვენს ინტერაქტიული გამოკითხვის მონაცემებს Facebook-ის ცხელეხაზის გვერდზე 24 ნახველი მაყურებელი ჩვენი Facebook-ის გვერდისა ამბობს, რომ არ არის ასეთი გარემო დღეს საქართველოში, 3 მოქალაქე ამბობს, რომ არის და 2-ს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ. მინიმუმ დღეს მნიშვნელოვანი ამბები, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდა. ნიკა ვაჩეიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა ეს ფაქტი. დღეს გავრცელდა კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით. მან კატეგორიულად მოითხოვა, რომ შეჩერებულიყო რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით ძალიან გააქტიურდა მსჯელობა მას შემდეგ, განსაკუთრებით რაც იუნესკომ გააკეთა განცხადება, რომ ის ამოიღებდა ბაგრატის ტაძარს. იუნესკომ განცხადებას და ასეთი პათოსის განცხადებებს დღიდან ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციისა ამბობს, აკეთებს ასეთი განცხადებებს, მაგრამ ტაძრის მშენებლობა იმ ფორმით, როგორც იგი განხორციელდა, იმიტომ რომ ეს არ არის ალბათ რეკონსტრუქციაც, ეს არის პრაქტიკულად მშენებლობა ნანგრევებზე, რაც იყო სტარჩენილი, მოხდა პრაქტიკულად დაშენება. ხო და სხვაჩვენს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის კომენტარი მოვისმინე გუშინ აღარ მახსოვს ოღონდ რომელი იყო იუნესკოს არაპროფესიონალური დასკვნით გაოცებული ვარ რომ მე გავოცდი ამ კომენტარით სიმართლე რომ გითხრათ თუმცა შემდეგ ამას მოყვა უკვე საპატრიარქოს განცხადება რამაც საბოლოო ჯამში ალბათ ერთობლივი ძალებით მოხერხდა რომ შეჩერებულიყო ჯერჯერობით ეს პროცესი. თავისთავად შეიძლება
ნორმალურიც არის რომ შეჭერდა მშენებლობა, თუმცა ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე მშენებლობა დაიწყებოდა მანამდე ემუშავებათ სპეციალისტებთან ერთად, პოლიტიკოსებსაც და ეკლესიის წარმომადგენლებსაც, რომ ღირდა თუ არა აი ამ ტაძრის აი ამ ფორმით რეკონსტრუქცია ხომ არ აჯობებდა მისი კონსერვაცია, როგორც ჩვენ იუნესკოს ექსპერტები თავიდან უგთავაზობენ. ნიკოლა ჩეშულმა დღეს განმარტა ლიფტის მშენებლობის აუცილებლობის მიზეზები. მან განმარტა ის, რომ ლიფტი არასატაძრო სივრცეში შენდებოდა და ეს არ არის რაღაც სიახლე და იუნესკოს ისინი თავის პროგრამად კი არიან. რომელსაც თვის ბოლოს გამიხილავენ ერთ-ერთი კომისიის დასკვნა არის და არა ერთადერთი. ლიფტს სწორედაც მთავარ პრობლემად არასახელებენ. მთავარი პრობლემა მათი აზრით არის ის, რომ მშენებლობა გაგრძელდა იმ მეთოდოლოგიით, იმ მასალით აშენდებოდა მე-19 საუკუნეებში ტაძრები საქართველოში. რითაც მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ბაგრატის ტაძარი. ხო, დღეს ერთ სამწუხარო ინფორმაციას წავაწყდი. გურიანიუსი ასეთი სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთ მასალას, ოცნების ნაციონალური ქმედება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოზურგეთში აქციის დროს ერთ-ერთ რკინის კონსტრუქციაზე, საიდანაც კარგი ხედია და რა თქმა უნდა ყველა ჟურნალისტს, ვისაც კადრი სჭირდება, უნდა და იქ მოხვედრა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ინფოცხრის და მეცხრე არხის ჟურნალისტები. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს გურიანიუსი, რამაც გამოიწვია სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტების უკმაყოფილება და ალბათ სამართლიანადაც. ეს პერიოდულად ხდება ხოლმე ასეთი რამბობი და შემდგომ როშაბათის ტრადიციულ ბრიფინგებზე ქართული ოცნების წარმომადგენელი პრესპიკერი აუცილებლად აკეთებს განცხადებას და ბუდიშის ტექსტებს, რა თქმა უნდა, ჯობია ამ ბუდიშების მოხდის ნაცვლად ეს პრობლემა არ შეიქმნას ნამდვილად. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობთ და გარდა ამისა კიდევ დაგროვდა ჩვენ სოციალურ ქსელში და ზოგადად მედიაველში ინფორმაცია გაუჩინარებული დაკარგული ადამიანების შესახებ და ისევ აქტუალურია მამუკა ჯიბლაძის განათლების ერთიანი ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის გაუჩინარება უკვე მე-7 დღეა დღეს და ძებნა ძიება ამ ადამიანის კვლავ უშედეგოა. ერთადერთი კადრები ნახა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, რომ ვედისონის კამერები ჰოლიდეინის უკაცრავად დააფიქსირეს მამუკა ჯიბლაძე იგივე ტანისამოსით, რითაც გავიდა სახლიდან, თუმცა ამის მეტი ინფორმაცია იქნება თუ ამ ინფორმაციასაც საჯაროს გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და უფრო მეტი ადამიანი, მისი მეგობრები, ახლობლები ამოიცნობენ, თუმცა ასევე საინტერესოა თუ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიწია, შემდგომ მან რა გააკეთა იმისათვის, რომ ეს მოქალაქე მოეძებნათ და საზოგადოებისთვის დროზე ეცნობებინათ, რომ იგი ცოცხალია, სახსავანათია და ქუჩაში დადის. ისევე როგორც მაგალითად ინფორმაცია რომელიც გუშინ სატელევიზიო სივრცეშიც ძალიან ბევრი სიუჟეტი მიეძღვნა ამ თემას და დღესაც სოციალურ ქსელებში აქტუალურია, ეს არის პოლიციის თანამშრომლის გაუჩინარების ისტორია, რომელიც წავიდა და მისი გაუჩინარების წინ წერილი აღმოჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაგზავნილი, სადაც ასევე არის მოთხრობილი ისტორია პრაქტიკულად დევნისა და ფსიქოლოგიური ფიზიკური ზაცობის. ფიზიკურიც, სხვათვის ხომ მისი დედა ამბობდა ერთ-ერთ სიუჟეტში, რომ მას მივლინებიდან ჩამოსვლის შემდეგ ზურგზე აღენიშნებოდა რაღაცა კვალი, რაზეც მან დაუსვა შვილს კითხვა და შვილმა უთხრა, რომ ტალღამ ამიტაცა და ამის გამო დამიზიანდა ზურგი. თუმცა შემდეგ წერილში უკვე სულ სხვა ფაქტებია მოყვანილი, ფაქტია, რომ კითხვის ნიშნები ჩნდება ამ საქმესთან დაკავშირებით. და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ილია მეორემ თავის ქადაგებაში ისაუბრა არა მხოლოდ ბაგრატის ტაძარზე, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და გადაფარა ძალიან ბევრი სხვა თემა, მან მანდატურების საკითხზეც ისაუბრა, მან თქვა, რომ მოსწავლეები უნდა გაიზარდონ სიყვარულით და ესეთ თბილგარემოცვაში, თუმცა მანდატურები მათ ენის მიმტანებად ზრდიან, ფაქტიურად არაირიბად პრინციპში
დაადანაშაულა. დღეს დიმიტრი შაშკინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არ გააკეთა კომენტარი პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად მანდატურების ნაწილზე. მან თქვა, რომ უფლება არ მაქვს, რომ გავაკეთო ქადაგებაზე კომენტარი. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კარგად იყოს ჩართული ოჯახი ბავშვის აღზრდის პროცესში. Όλες ინფორმაცია პირდაპირ იგივედ უკავშირდება წინასაარჩევნო გარემოს. და რამდენად ნორმალურია ეს გარემო იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები გამართოს. ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის კითხვა და ახლა პროდიუსერი მატრობინებს, რომ მაყურებელი არის ხაზზე. საღამომშვიდობისა. ალო. საღამომშვიდობისა. ხო, ის არა ქვია. თქვენი გამოკითხვის შედეგად გინდება, რომ არასამართლიანი საარჩევნო გარემოა, ხო? ყველა შემთხვევაში ამონაცემებით 96.9% ჩვენი სატელევიზიო ინტერაქტივისა ამბობს, რომ კი არ არის სამართლიანი არჩევნებისთვის საკმარისი გარემო. და ამიტომ მე მაქვს ასეთი შეკითხვა. ამ არჩევნებში თუ გაიმარჯვებს ივანიშვილი, რამდენად ლეგიტიმური იქნება მისი მოგება? საინტერესო. მე მიმაჩნია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ივანიშვილმა უნდა დასვას საკითხი სამართლიანი არჩევნების შესახებ და მერე მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბროთ მოქალაქეების პოზიციიდან, მაგალითად თქვენი პოზიციიდან პირადად რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ თუ მიგაჩნიათ, რომ არჩევნების გარემო არ არის სამართლიანი და ნორმალური, რა უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებმა, რომ ეს გარემო შევცვალოთ? იცით რა, საერთოდ ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემა საერთოდ მიყრუებულია და ამიტომ რომ ღობეყორეს ვერდებით მერე. ჯერ საარჩევნო გარემო უნდა გახდეს სამართლიანი და მერე უნდა ვიფიქროთ დანარჩენზე. მე მგონი ეს ასე უნდა იყოს. თქვენი აზრით არსებობს პოლიტიკური ნება? პოლიტიკური ნება ხელისუფლებიდან თუ არ არსებობს, ოპოზიციის მხრიდან მაინც უნდა არსებობდეს. და ჩვენ ვისაუბროთ მოქალაქეების მხრიდან. პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია ამისთვის? ამისთვის აუცილებელია ჩვენი ადამიანების მოზიდვა და მათთან ერთად საუბარი და არა მხოლოდ ჟურნალისტების და მხოლოდ პოლიტიკოსების საუბარი. და თქვენ ვაპარაკებით, თუ არც პოლიტიკოსები ძალდებით, არ ჟურნალისტი გამოთქვით მოსაზრება. მე გამოსაზრება უნდა გამოთქვა, არიან ადამიანები, რომელთაც ჯობია რომ მოусმინოთ. დიდი მადლობა, რაგი პრინციპულად არ გვეუბნება ჩვენი მაყურებელი თუ რა შეიძლება იყოს ის რამაც შეიძლება ჩვენი წინასაარჩევნო გარემო უფრო სამართლიანი და უფრო საღი გახადოს. ჩვენ რეკლამის შემდგომ ისევ დავბრუნდებით ხალხაზე პირდაპირ ეთერში და ისევ მოვისვენ თქვენს მოსაზრებებს ამ თემაზე და რეკლამის შემდგომ გავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ჩვენმა კოლეგამ თაკოტო გონიძემ და ვანო თუხარევმა მოამზადეს, კოლეგებმა თაკოტო გონიძემ და ვანო თუხარევმა მოამზადეს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მოქმედი დეპუტატების და სავარაუდო დეპუტატების კანდიდატების ქველმოქმედების შესახებ. არ მოვით თუ არა ისინი კანონს და რით აიხსნება კონტროლის პალატის დაგვიანებული რეაქცია ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პირების წინასაარჩევნო ქველმოქმედებაზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ სახელისუფლებო რესურსი მისი ფინანსების გასაკონტროლებლად არის მობილიზებული. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ გასული წლის ბოლოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფულის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად. კანონი იმდენად გამკაცრდა, რომ ივანიშვილს საკუთარი პარტიისა და მის კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების დაფინანსება პრაქტიკულად აღარ შეუძლია. იანვრის თვეიდან კონტროლის პალატამ არაერთი კამპანია ჩაატარა, რომლის მიზანიც მათი
არქი განცხადებით, იმ ქმედებების აღკვეთა იყო, რომლებსაც ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები თუ პირები კანონის გვერდისავლით პოლიტიკური საქმიანობის ფინანსური გამყარებისთვის ახორციელებდნენ. მას შემდეგ დაიკითხა ათობით ადამიანი და დაჯარიმდა არაერთი კომპანია, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილთან რამენაირი თუნდაც ოფიციალურად დაუდასტურებელი კავშირი აქვთ. დაითვალა ყველა თეთრი, რომელიც კონტროლის პალატის თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების აზრით ბიძინა ივანიშვილმა არაპირდაპირ საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას მოახმარა. ბოლოს კი ჯარიმამ რეკორდულ ციფრს მიაღწია. კანონის მოთხოვნა ასეთია: ყველა თეთრი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება, ჯერ პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე უნდა მოხდეს კანონით დადგენილი გზით დაოდენობით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხარჯოს ასევე კანონით მკაცრად გაწერილი წესებით. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კონტროლის პალატას უჩნდება ივანიშვილს და მის გარემოცვას პირდაპირ გაგებით, ძალიან ძვირი უჯდებათ. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმაში დაადანაშაულა, რომ მისი ძმის კომპანიის მიერ მოსახლეობისთვის სატელიტური თებშების შეღავათიან ფასში განმადებით დამონტაჟება ივანიშვილის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. სწორედ ამის გამო დააჯარიმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126.200.000 ლარით, რომელიც მოგვიანებით განახებდა. რა ხდება ამ დროს ნაციონალურ მოძრაობაში, რომელმაც მართალია კანონი ივანიშვილისთვის დაწერა, მაგრამ ვალდებულია ის თვითონაც დაიცვას, როგორ ასრულებს ნაციონალური მოძრაობა მის მიერვე მიღებულ კანონს და როგორ ახერხებს მისთვის გვერდისავლას. სოსო ფხაკაძე, ბიზნესმენი, კომპანია ვისოლის აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი. ბოლო პერიოდში ხშირად ჩანს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში. ოფიციალურად მას პოლიტიკასთან ჯერჯერობით საერთო არაფერი აქვს. ბოლო თვეებში ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სამტრედიაში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა დღემდე არც ადასტურებს და არც უარყოფს. ყველაფერი არის ჯერჯერობით ვარაუდის დონეზე. სანამ ბიზნესმენ ფხაკაძეს ნაციონალური მოძრაობა კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებს, ის თავისუფლად აწარმოებს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც პოლიტიკოსისთვის ამომრჩევლის მოსყიდვად ან კანონის გვერდისავლით პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებად ითვლება და რისთვისაც სხვა პოლიტიკოსები კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებიან. საგჭირდება საქველები ბატონ ლევანის დაფინანსებით უხოშად განმოგეცემათ. ასევე ვაფინანსებთ კატარაქტის ოპერაციას. ეხლა რომ შემოვზანდებს ჩვენთან ექიმებთან, დიაგნოზს რომ დაგისავალ ბატონ ლევანი დააფინანსებს ამ ოპერაციას და ამავე საავადმყოფოში გაგიდასტურებს. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ამ ვიდეო მასალაზე აღბეჭდილია, თუ როგორ პირდება ვისოლის წარმომადგენელი ქალბატონი უფასო ოპტიკურ სათვალეებსა და კატარაქტის ოპერაციებს სამტრედიის მაცხოვრებლებს. ბატონი ლევანი კომპანია ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ანუ სოსო ფხაკაძის მოადგილეა. ამ მასალის გამოჩენის შემდეგ გაჩნდა კითხვები ჟურნალისტების მხრიდან, მათ შორის ამ აქციის ორგანიზატორების მიზნების თუ სხვა დეტალების შესახებ, თუმცა ირკვევა, რომ ამ კითხვებზე პასუხის მიღება ვისოლის ოფიციალურ ვებგვერდზე მარტივად შეიძლება. ვისოლის საკუთარი ქველმოქმედებით ამაყობს და ინფორმაციასაც სამტრედიელებისთვის მხედველობის უფასოდ გაუმჯობესების შესახებ დეტალურად აქვეყნებს. შეხედე სამყაროს სხვა თვალით, ასეთი აქციის სახელწოდება. 5 მაისი 2012 წელი. ვისოლ ჯგუფსა და ჯეო ჰოსპიტალს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სამტრედიის მრავალპროფილური ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციური ექიმები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებს სამტრედიის რეგიონში უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევასა და მკურნალობას ჩაუტარებენ. ვისოლ ჯგუფის მიერ დაფინანსებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კატარაქტით დაავადებული პირებისათვის უსაწყილოდ ჩატარდება მხედველობის კორექციის ოპერაციები და მხედველობის გაუმჯობესებისთვის, ასევე უსაწყილოდ გაიცემა ოპტიკური სათვალეებიც. მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა უბნების მიხედვით განხორციელდება. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უნდა მიმართონ. ერთი შეხედვით ამ აქციაში არანაირი კანონდარღვევა არ ჩანს. არაპოლიტიკოსი ფხაკაძის კერძო კომპანია სამტრედიაში ქველმოქმედებას ეწევა. თუმცა ვისოლის ვებგვერდზე აშკარად ჩანს, რომ ბოლო პერიოდში ამ კომპანიის ქველმოქმედების ძირითადი სამიზნე იმერეთის რეგიონი, კერძოდ კი სამტრედია. 31 მაისი 2012 წელი. ვისოლ ჯგუფმა სამტრედიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულებამ მგზავრობის კონცერტით მიულოცა და ბოლოს არის სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. 9 მაისი 2012 წელი. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვისოლ ჯგუფმა სამტრედიაში მცხოვრებ ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. რეგიონის ომის ვეტერანებს საშუალება ექნებათ ვაუჩერებით მათთვის საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღონ ფარმაცევტული კომპანია ავერსის აფთიაქებში. ვისოლ ჯგუფი იმერეთის რეგიონში ინტენსიურად ახორციელებს სოციალურ ინვესტიციას და ეწევა ქველმოქმედებას საზოგადოების კეთილდღეობისთვის, სოციალურად დაუცველი ფენის დასახმარებლად. სამტრედიის რეგიონში დღესდღეობით ვისოლ ჯგუფი არა მხოლოდ
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსახლეობაზე ზრუნავს და მათ უფასო დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თავაზობს. არამედ ეროსი მაჯგალაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას ეწევა და ნიკო ნიკოლაძის სახელმუზეუმის რეაბილიტაციაზე ზრუნავს. ეს ყველაფერი ვისოლის ვებგვერდზე ოფიციალურად წერია, მხოლოდ მაისის განმავლობაში, როგორც უკვე ნახეთ, მხოლოდ სამტრედიაში კომპანია ვისოლმა 3 საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა. რატომ გახდა სამტრედია პრიორიტეტული ადგილი ვისოლისთვის უცნობია. ის აქციები, რომელსაც კომპანია ვისოლი და მისი ხელმძღვანელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აწყობენ, კანონის უხეში დარღვევა და ამორჩევლის მოსყიდვა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სოსო ფხაკაძე ოფიციალურად იქნებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. როგორც ჩანს, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ის ჯერ მხოლოდ არაოფიციალური კანდიდატია და შეუძლია ასეთადაც დარჩეს, სანამ არჩევნები ოფიციალურად არ დაინიშნება. თუ პირს არ აქვს გაცხადებული ასეთი მიზნები და უბრალოდ რაღაც თანხებს ხარჯავს, ოღონდ არ ამბობს, რომ ეს მისი არჩევნებში, ვთქვათ, გამარჯვებისთვის არის საჭირო, ან არ ახსენებს პოლიტიკურ პარტიას და ის გაცხადებას გააკეთებს არჩევნებამდე, ვთქვათ, 1-2 თვით ადრე, აქ ცოტა უფრო რთულად არის საქმე. კანონის არ შეუძლია უკუძალის მიცემა. ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი ასევე ბიზნესმენი კომპანია ავერსის გენერალური დირექტორი პაატა კურდანიძეა. ინფორმაცია საპარლამენტო სიაში მისი შესაძლო გამოჩენის შესახებ ასევე არაოფიციალურად ვრცელდება და არ დასტურდება. შესაბამისად, კურტანიძეს და მის კომპანიას შეუძლიათ სოსო ფხაკაძის და ვისოლის მსგავსად საქველმოქმედო საქმიანობა ისე განეხორციელონ, რომ კანონის დარღვევა და ამორჩევლის მოსყიდვად არ ჩაეთვალოთ. კომპანია ავერსი საქველმოქმედო საქმიანობას აქტიურად ეწევა. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში ბიზნესმენი მართლაც მოხვდება, უნდა აგოს თუ არა კანონის წინაშე პასუხი და ჩაეთვლება თუ არა კომპანიის სახელით გაწეული სხვადასხვა სახის უფასო მომსახურება ამორჩევლების მოსყიდვაში. ეს კონტროლის პალატის და პროკურატურის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა ეს ორგანოები ჯერჯერობით აინტერესდებიან კიდევ ერთი ფიგურით, რომლის საქმიანობა უკვე შეიძლება კანონდარღვევად ჩაითვალოს. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი დმანისის რაიონიდან, ამავე დროს კომპანია PSP-ს დამფუძნებელი. მისი პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად მისი კომპანია სწორედ იმ საქმიანობას ეწევა ღიად, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიის დადანაშაულების გამო ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა. კომპანია PSP ამას არც მალავს და საკუთარი ქველმოქმედების შესახებ ვებგვერდზე ოფიციალურად წერს. სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობის მედიკამენტებით დახმარება, სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება. PSP-ს ქველმოქმედების გრაფაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა დმანისის რაიონს, ისევე როგორც ვისოლისთვის სამტრედია, PSP-სთვის დმანისი პრიორიტეტულია. დმანისის ეპარქიაში მაცხოვრის აღდგომის ეკლესია ასევე PSP ჯგუფის მხარდაჭერით შენდება. ყოველწლიურად ადგილობრივი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას სრულიად უსასყიდლოდ. რაიონში გაზიფიკაციის პრობლემის მოგვარება, რაიონში სასტრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის აწყობა, რაიონში წყალმომარაგების სისტემის გამართვა, რაიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების სისტემატურად დახმარება, რაიონის ყველა სკოლის შეკეთება და აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით. ეს ინფორმაციაც PSP-ს ოფიციალური ვებგვერდიდან არის აღებული. ეწევა თუ არა დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარი კომპანიის დახმარებით ამორჩევლის მოსყიდვას, კანონის გვერდის ავლას და პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის თანხების უკანონოდ გამოყენებას. ამის დადგენა კონტროლის პალატას ჯერჯერობით არც უცდია. ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატების კომპანიების მიერ ახალი კანონის მიღების შემდეგ განხორციელებული ის საქმიანობა, რომელიც ამ კანონის აშკარად დარღვევაა. უნდა მოხდეს კონკრეტულად ფაქტის შესწავლა, ვთქვათ, როდიდან ხორციელდება ეს ქველმოქმედება, ამას ატარებს, რა მოტივს. კონკრეტულად თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის რეგიონში, საიდანაც ის მაჟორიტარი კანდიდატია, ხომ? ამიტომ კონკრეტული საქმის დეტალების შესწავლა არის აუცილებელი და შესაბამისად რეაგირება. მას შემდეგ, რაც ვისოლის საქველმოქმედო საქმიანობით არასამთავრობოები და ჟურნალისტები დაინტერესდნენ, კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ პროკურატურას ამ თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ამბობს, რომ ამ საქმის გარემოებების შესწავლას თვითონაც გააგრძელებს. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ კონტროლის პალატა ამ შემთხვევაში ნაკლებად ოპერატიულია.
ვიდრე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების საქმეების შესწავლისას. ასევე უცნობია გააკეთებს თუ არა კონტროლის პალატა იმის ანალიზს, თუ რატომ ემთხვევა კონკრეტული პირების საარჩევნო ინტერესების არეალს მათი კომპანიების ქველმოქმედების გეოგრაფია. არადა ახალი კანონმდებლობის მიხედვით პარტიული ფინანსების მთავარ მაკონტროლებელს ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის შესასწავლი კიდევ ბევრი ჰყავს. დეპუტატი თემურ კოხოძე და მისი კომპანიები, დეპუტატი არჩილ გეგენავა და მისი კომპანიები, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი და მისი კომპანიები, დეპუტატი კობა ნაყოფია და მისი კომპანიები. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ პირებისა, რომლებიც შესაძლოა კონტროლის პალატის ინტერესს იმსახურებდნენ. საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ ცხელი ხაზი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნათია ოროლაშვილი და ზვიად ქორიძე მუშაობთ დღეს ჩვენთვის და ვსაუბრობთ საარჩევნო გარემოზე და ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები. ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი და კახა კახიშვილი, საარჩევნო პოლიტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. გმადლობთ რომ მოგბრძანდით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ეხლა ნათია ვიდრე ჩვენ სტუმრებთან გადავახტით მაყურებელი ახაზე, ცხელი ხაზზე და მივცეთ მას საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება ან კითხვა და შემდგომ უკვე სტუმრებთან გადავიდეთ შეკითხვებით. საღამომშვიდობისა. ქალბატონო ნათია და თქვენ სტუმრებს სალმები. მოგესალმებით. სამწუხაროდ ჩემი სიები იმდენად არეულია, რომ შევაწუხე ალბათ მთელი ქვეყანა. თქვენთანაც დამირეკია, ბატონ კახა კუკავას ოფისით მიმიტანია ინფორმაცია, სახალხო კრებასაც ვაცდობე თავის დროზე. ამომრჩეველთან ლიგაშიც წავიდე. მთელი ეს ინფორმაცია ჩემ უზუსტო სიებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მეტად ვისაც ეღალება კარგაკარის აქციის, რასაც ქვია, როგორ დავასახელო ამ პიროვნებას, მამუკა კაცეტაძეს, მასთან დავრეგე ოფისი და პერსონალურად ვთხოვე, რომ მობრძანდნენ და სახში მყავს ინვალიდი, რომელსაც მე ვერ ვტოვებ კარდიოლოგიური შოკით მიღებული და მე არ შემიძლია დავით აღმაშენებლის თეილანის 13 კილომეტრზე წავიდე ტაქსით, ვერ ვნახო, ვერ ვიპოვო ეს პიროვნებები და იქ თქვენი მისამართი თქვით ქალბატონო. ბატონო, თქვენი მისამართი. მე ვცხოვრობ ეხლა დედის მისამართზე, ზესტაფონის ქუჩაზე 19 კორპუსში 63 დილაში, მაგრამ პრობლემები შექმნილი მაქვს ჩემ საკუთარ სახლში, გუდამაყრის პირველ ნომერში დინარ 8-ში. მე მყავდა ჩაწერილი ჩემი ნათესავები, რომლებიც მე ამოვწერე და დღემდე მოდის სიაში ჩემი ამოწერილი დიახ, გასაგებია ქალბატონო, რომ დაგვიკეთ ჩვენ ჩავინიშნეთ თქვენი მისამართი, ქალბატონო ნინომაც ჩაიწერა, მე ვხედავდი და ალბათ ეს საკითხი გადაწყდება უახლოეს მომავალში. გმადლობ და უკაცრავად რომ დეტალები ვეღარ მოვისმინეთ, ახლა ჩვენ სტუმრებთან გადავალთ კითხვით. დღეს უბრალოდ გვარი დააფიქსიროთ ქალბატონმა, რომ სხვაგვარ დავსვათ ამ საკითხს. ასეთი ტიპის პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ მიდის სიების გადამოწმების პროცესი ჩვენს ქვეყანაში, ისევ არის პრობლემური ქალბატონი. იცით, წესით და რიგით აი კახა ამ შემთხვევაში წარმოადგენს კომისიას წევრი არის, მაგრამ სამართლიანი არჩევნები მონიტორინგს უწევს სიების კომისიას და წესით და რიგით ამ ქალბატონის მისამართზე უკვე უნდა იყვნენ ამყოფები კარდაკარის წარმომადგენლები, იმიტომ რომ თითქმის დაასრულა კომისიამ თავისი სამუშაო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა მისამართი ჩავიწერეთ და დროულად მივაწვით კომისიის ინფორმაციას, რომ სანამ სრულად დასრულდება კომისიის მუშაობა, მან შეძლოს გადამოწმება, თუმცა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის პირადად, რატომ არ მოხდა ამ მისამართის გადამოწმება დღემდე. იქნება კიდევ თქვენი საარჩევნო სიები, მაგრამ პრობლემური თემა არჩევნებს. აქ უბრალოდ მეორე თემა იყო, რომ მე რამდენადაც მე გავიგე და ბოლომდე აზრი ვერ დაასრულა ქალბატონმა, მას ჰქონდა გადასახადებთან პრობლემა. მომდისო გადასახადია, ალბათ წყალზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ნათესავი იყო ჩაწერილი და ნათესავიდან ეს საარჩევნო სიასთან არანაირ კავშირში არ არის წყლის სია. ამას სრული პასუხისმგებლობით მივიღებთ, მათ თავისი რაღაც სია აქვთ წყალკანალს და აქედან გამომდინარე
მე აუცილებლად გადავამოწმებ ერთ თხოვნა მაქვს უბრალოდ ამ ქალბატონთან რომ თუ შეიძლება რომ მისი თავის გვარი დააფიქსიროს და პრობლემა დააფიქსიროს რა აქვს არ არის საარჩევნო სიაში თუ უბრალოდ წყალკანალი უბრძანის ქვითრებს იმ ნათესაებზე რომლებიც ადრე ყავდა ჩაწერილი და დღეს ამოწერა მაგრამ დღეს მაინც მოდის ეს გადასახადი თუ ეს პრობლემა ამორჩეულთა სიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს იმიტომ რომ არის ესეთი შემთხვევები როდესაც ამორჩეულთა სიაში დაფიქსირებულია სულ 2 ადამიანი მაგრამ წყალკანალი უბრძანის რატომღაც 15 კაცზე ან 10 კაცზე გადასახადებია. ანუ ეს არის ეს პრობლემა რეალურად, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ წყალკანალი თუ უბრძანის ქვითარს აუცილებლად საარჩევნო სიაშიც იმ მისამართზე იქნება, იმიტომ რომ ეს ადრინდელი სიები აქვს, ამათ გახსოვთ ალბათ მიწერები რომ იყო კატასტროფული რაღაც მე სახშიც მაქვს საკუთარ სახშიც მაქვს ეგეთი პრობლემა, წყალზე მომდის გადასახადი ისეთ ადამიანი, მაგრამ ჩაწერი რეალურად არ არის. აქედან უბრალოდ ერთი თხოვნაა რომ ამ ქალბატონმა დააფიქსიროს გვარი სახელი შესაძლებელია თუ არა ტელეფონის ნომერით რომ დატოვოს რომ ხოლმე არანაირი პრობლემის გარეშე პირდებით რომ ამ პრობლემას გავარკვევთ აბსოლუტურად ძალიან სწრაფად რა არის დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა იმისათვის რომ ჩვენ თქვათ რომ წინასაარჩევნო გარემო არის ნორმალური ვიცით მე ვერ დავასახელებდი ერთ საკითხს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო გარემოს რამოდენიმე ასე ვთქვათ, რამოდენიმე საკითხი ქმნის. პირველ რიგში ეს არის ალბათ საარჩევნო კანონმდებლობა, არის მედია გარემო, რომელიც უნდა იყოს პლურალისტური და მედიაზე, მრავალფეროვან მედიაზე ხელმისაწვდომობა უნდა ქონდეს ამ მომრჩეველს. ეს არის სიწოლისგან თავისუფალი გარემო, რომ სადაც ადამიანებს შეუძლია თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და ამის გამო არავინ არ უნდა იდევნებოდეს. ეს არის ის, რომ მაკონტროლებელმა ორგანოებმა ესე ვთქვათ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე თანაბარი ადეკვატური და დროული რეაგირება უნდა მოახდინონ და არ უნდა იყოს შერჩევითი მართლმსაჯულება, რასაც სამწუხაროდ ჩვენ უკანასკნელ პერიოდში ვაკვირდებით იგივე სამართალდამცავი ორგანოების თუ სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან. და ბუნებრივი ადმინისტრაციული რესურსები კვლავაც წელსაც ისევე როგორც გასული არჩევნების დროს არის პრობლემა. ეს არის ალბათ ერთობლიობა, თქვათ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც ქმნის დღეს საარჩევნო გარემოს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია თითოეული ამ მიმართულებით ძალიან დიდხანს ვილაპარაკოთ და თითოეულ ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ პრობლემებს. თუმცა ალბათ ყველაზე მეტად რასაც გამოვყოფდი ჩემი აზრით მაინც თავისუფალი მედია და თავისუფალ მედიაზე ხელმისაწვდომობა არის წინასაარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა გქონდეს ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან ინფორმაციაზე შეუზღუდავად და ის უნდა იყოს ინფორმირებული ამორჩეველი იმისთვის, რომ არჩევნების დღეს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და შეაფასოს თავად გადაწყვიტოს თუ ის უნდა მისცეს მან ხმა. ბატონო კახა, თქვენ თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ფაქტორი, თუნდაც ერთი, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების, რომელიც გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც რაღაცნაირად გვაფიქრებინებდა, იმედს მოგცემდა, რომ წელს შეიძლება ჩატარდეს უკეთესი არჩევნები, ვიდრე წინა არჩევნები. ძალიან საინტერესო კითხვა, სხვათა შორის მე გამოვყოფდი ყველაზე მთავარს, რაც თავიდან ბოლომდე ქმნის საარჩევნო გარემოს, ეს არის თავისუფალი სასამართლო, რომელიც ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ. და ამაზე მეგონი თვითონ ხელისუფლებაც აღარ დაობს და ეს ჯერ კიდევ რეფორმის დრო არის და ჯერ მოგთხოვთ თავისუფალი სასამართლოს შედეგს. აქედან გამომდინარე, სიმართლე რომ გითხრათ, იცით როგორი მდგომარეობაა, ვირტუალურად შეიძლება ვიღაცისთვის არის სალაპარაკო, რომ აი უწყებათა შორისო კომისია შეექვემენციების დაზუსტების კომისია შეექვემენციების. ეს არის ყველაფერი ვირტუალიზაცია, მხოლოდ გათვლილი იმაზე, რომ უწყებელებს დაანახონ რომ რაღაცა ისეთი კომისიები შეიქმნა, რომელიც მანამდე არ იყო, მაგრამ მეორე მხრივ რამდენად ქმედითი იქნება იგივე უწყებათა შორისო კომისია. მაგალითად, როდესაც ხელისუფლებას გაუჩნდა იმის ნება, რომ გააკონტროლოს მკაცრად თანხები, რომელიც ტრიალებს პოლიტიკურ სივრცეში, ძალიან მკაცრი სანქციები მოაყოლა დარღვევის შემთხვევაში. ძალიან მკაცრი. შეიძლება ზედმეტად მკაცრიც კი, მაგრამ იგივე ადმინისტრაციული რესურსის კომისიის შექმნა და არანაირი სანქციები საუკეთესო დაწესებული არ არის იმ პირების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ და გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ გვაქვს ჩვენ სივრცე, მაგალითად პირობითად ვიძახი. ალფაკომმა გამოაცხადა, რომ მთელი თბილისის მასშტაბით უფასო ინტერნეტი უნდა დააყენოს, ხო? მოგებენ დანახარჯი ძალიან დიდი. 25,000 მხოლოდ მერიას უნდა გადაუხადოს ყოველთვე, იმიტომ რომ აყენებს უფასო და რა მოგება, არაფერი მოგება, ხო? და არავის ახლა არ მოსული აზრად, რომ
კი, მაგრამ მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მოგება არის 0, მაგრამ სერიოზული ფული უნდა ჩაიდოს რა ამ კომპანიას, რატო იღებს ამ კომპანია ეს კომპანია ჯერის შემოსავალს მიიღებს? რატომ იღებს, რას მიიღებს? ბიუჯეტი პლუს კიდე შემოსავალს მიიღებს. ბიუჯეტი კი 25,000 ლარი ყოველთვიურად ამ კომპანიამ უნდა გადაუხადოს მერიას იმისთვის, რომ იჯარით იღებს იმ ადგილას, სადაც უნდა დაამონტაჟოს ის რეტრანსლატორები თუ რა ვიცი. განსაკუთრებით სამგებიანი ბიზნესი. სამგებიანი ბიზნესი კი არა და ეს არის კატასტროფა, მაგრამ ამავდროულად კონტროლის პალატას ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს. და აინტერესებს მეორე საკითხი Global TV, რომელსაც ლიცენზია აქვს იმაზე, რომ დაამონტაჟოს დაუშვათ ანტენები, რატომ ამონტაჟებს არა 60 ლარად, მაგრამ 10 ლარად. და ეს თურმე ყოფილა რაღაცა პრობლემა. აი ეს შერჩევითი მარცხაჯულება არის და ამ შემთხვევაში ხა წარმოგიდგენთ ვკითხენ, უბრალოდ რითი განსხვავდება და ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთო და ალფაკომმა მიიღო მონაწილეობა. ხა წარმოგიდგენთ, მე რომ გამოვაცხადო კონკურსი, აბა ვინ მიიღეს კარგ მანქანას და ალფაკომმა ძალიან მოიკლას ახლა და მანქანა მიიღო. აბსურდამდე მივდივართ ახლა, მაგრამ ამავდროულად ახლა წერან რა თქვენ ჩამოთვალეთ. ყველა ეს კომპანია, მათ შორის ვისოლი, ახლა ეს ხომ გასაგებია, რომ შეიძლება პირდაპირ არ არის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, მაგრამ პრესაში გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები იქნებიან მაჟორიტარი კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ საარჩევნო ოლქებში. რაც ნიშნავს უკვე იმას, რომ კონტროლის პალატამ ეს საკითხი კონტროლზე უნდა აიყვანოს, დაიწყოს მისი შესწავლა და იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურმა სუბიექტმა დაასახელა რეალურად იმ დროს ეს კანდიდატი, აი მაშინ მთლიანად უნდა დაიწყოს უკვე სანქციების გატარება ამ პიროვნების მიმართ, იმ მათ შორის ისეთი, რომელიც არ მისცემს საშუალებას დარეგისტრაციისა როგორც საარჩევნო სუბიექტის. ეხლა ერთის მხრივ ესე მარტივად არ უნდა უყუროთ ჩვენ მაგას, რომ იცით რა არჩევნების დანიშნულება ჩვენ ვერაფერს ვერ ვერაფერს არჩევნების დანიშნულება აგერ ბიძინოვანიშვილს გასერჩიან, მაშინ საერთოდ არა ამ ქვეყნის მოქალაქე ეძახის არჩევნებში მონაწილეობას არ უძლებს და რატო აჯარიმებენ მაშინ? ამ ლოგიკით. ეხლა ლოგიკა არის ძალიან მარტივი. გეოგრაფიულად ეხმარება მხოლოდ სამტრედიას ერთი, მეორე მძმანის ხო? იძახიან რომ არ იქნებით დეპუტატები გაიბაროს კონტროლის პალატამ ჩამოართვა სახსნაგანმარტება, რომ რატომ არის დაუშვათ ჩვენ მოიკვლიეთ თქვენი საქმიანობა და გეოგრაფიულად ვინაიდან მხოლოდ კონკრეტულად ფოკუსირებულია ერთ რეგიონზე, აქედან გამომდინარე, ხოთ ახსნათ ეს ჩვეულებრივი პროცედურა, ხოთ ახსნათ დაუშვათ ასეთი მისტრაფება ამ რეგიონისადმი, ხო? კონტროლის პალატა პროკურატურას შეისწავლოს. კონტროლის პალატა მოუწოდა პროკურატურას, ეს იცით როგორ პინგ-პონგის თამაშია, როცა უნდა თვითონ იხილავს და როცა უნდა პროკურატურა მოუწოდა და შეაგროვოს მასალები იმ შემთხვევაში თუ იმ მასალებში აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლით, შემდგომში უკვე მოკვლეული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით სისხლის სამართლებრივი დენის დასაწყებად გადაუგზავნოს გენერალურ პროკურატურას. ესეთია პროცედურა. პროცედურა არ არის მოწოდება და მიწოდება, პროცედურა არის ერთი. მოიკვლიო მასალები, შექმნა სათანადო ბაზა, დაწერო დასკვნა, იმ შემთხვევაში თუ მისი მოქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გადაუგზავნო პროკურატურას და შემდგომში პროკურატურა მოახდენს რეაგირებას. მოუწოდა რა ეს რომელიმე სხვა ორგანიზაცია თუ არ ხელეწიფება. მის კომპეტენციაში შედის ზუსტად ამ საკითხების გარკვევა და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ფაქტობრივად ნამდვილად იქნება წარდგენილი როგორც საარჩევნო სუბიექტი, მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის ოლქში, ეს მასალები ხო ექნებათ იმ უკანა რიცხვით, დღევანდელი რიცხვით, რომ ხაკაძე თავის ახსნაგანმარტში დაწეს, რომ არ ვაპირებ მე სამტრედიაში მაჟორიტარობას, ეს არ უკავშირდება პოლიტიკას. არ უარყოფს და არც ადასტურებს. არ უარყოფს და არ ადასტურებს, ეს არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიძახი, უნდა იყოს წერილობითი დოკუმენტი, სადაც იქნება ხაკაძის ხელით აღნიშნული. აპირებს თუ არა ის საჭირო პოლიტიკური ნება დამოუკიდებელ დეპუტატად შეიძლება ნაციონალური მოძრაობით არც იყაროს კენჭი და შეიძლება დამოუკიდებელ დეპუტატად გაიაროს რა შეიძლება ვთქვათ კაკასტეს გნებავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ან სხვა ტიპის მონიტორინგის რაიმე მექანიზმი რომ მოვიფიქროთ რომ აი ესეთი შერჩევითი არ იყოს მიდგომა კონტროლის პალატისა ცალკეული პოლიტიკური პარტიების სამწუხაროდ ალბათ ყველა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ეს არის სწორედ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებები უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით რაც ნამდვილად ხასიათდება სამწუხაროდ სუბიექტურობით და შერჩევითობით იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში როდესაც ადგილი აქვს თქვათ იგივე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთან მხარდამჭერთან მიერ გარკვეული სამართალდარღვევების ფაქტებს კონტროლის
პალატა ძალიან ოპერატიული და კანონის უმკაცრეს ზომებს იყენებს, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მიერ გამოყენებული თქვა შეფარდებული სანქციები და ბრალდებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩანს და ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს უკანონო ქმედებებსაც, თუნდაც ჩვენი შეფასებით. ადეკვატურია ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ის თავად აკისრებს ჯარიმას ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს და პირდაპირ სასამართლოში აღზევნის შემდგომ საქმეს, პრინციპში სასამართლოში ვრცელდება განხილვა და მაგალითად ჩამოთვლილ ფაქტებზე, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად მაყურებლებმაც ნახა, აქ პროკურატურას უგზავნეს თქვენგანაც. განსხვავება ის არის, რომ ერთ შემთხვევაში ადგილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, მაგალითად, როდესაც ადგილი აქვს პარტიის მხრიდან, პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობას, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ამაზე კონტროლის პალატამ თავად უნდა შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და გადაუგზავნოს სასამართლოს, რომ სასამართლომ შემდეგ უკვე შეუფარდოს სანქცია. ანუ ესეთ შემთხვევას ადგილი ქონდა მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც თქვა ჯარიმები დააკისრა სასამართლომ. რაც შეეხება პროკურატურას, საქმე ეგზავნება იმ შემთხვევაში, როცა სისხლის სამართლის ნიშნები გვაქვს ახეზე, ამ შემთხვევაში მოსყიდვა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თქვა კონტროლის პალატას შეუძლია ის, რომ რაღაცა თქვა რეკომენდაციით მიმართოს ან გადაუგზავნოს მასალები პროკურატურას, რომ მან დაიწყოს მოკვლევა ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ანუ უბრალოდ დანაშაულის თქვა სამართალდარღვევის სხვადასხვა ხასიათზე არის აქ საუბარი. რაც შეეხება რა შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციებს, კახამ ძალიან სწორად აღნიშნა, რომ სამწუხაროდ კანონმდებლობაც არ არის თქვათ თანაბარი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ანუ ერთის მხრივ თუ კი კანონის უმკაცრესი ზომებით თქვათ უმკაცრეს სანქციებს აწესებს პარტიის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ქმედებებზე მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ეს არის საარჩევნო პერიოდი თუ არა, მეორე მხრივ თქვათ რესურსის გამოყენება თუ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება და ასე შემდეგ, ესეთი სახის დარღვევები იკრძალება მხოლოდ ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში და სამწუხაროდ სანქციების გამოყენება სამართლებრივი გზებით ვერ ვითხოვთ. ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენ თქვა ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, უფრო ხმამაღლა შეგვიძლია აღნიშნულ დარღვევებზე საუბარი. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი თქვა რესურსის გამოყენების აკრძალვები არ მოქმედებს ამ პერიოდში, ჩვენ ანგარიში მაინც ვაკვალიფიცირებთ თქვა ქმედებას, რომელიც თავისი არსით და ხასიათით წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ჩვენ ამ ქმედებას მაინც ვაკვალიფიცირებთ როგორც რესურსის გამოყენებას, შეყვავს ანგარიშებში, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობ და შემდეგ უკვე ეს გვაძლევს სურათს იმისა, თუ რამდენად სამართლიანი არის გარემო წინასაარჩევნო პერიოდში. გარდა ამისა, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს, არის ის, რომ ესე იგი გადმოიწიოს პერიოდმა, რა დროსაც რესურსის გამოყენება იკრძალება. ეს კანონპროექტი შესული არის უკვე პარლამენტში, ეს შეგეხება კამპანიის ფარგლებში და ვითხოვთ, რომ არა მარტო 2 თვის განმავლობაში, არამედ 5 თვით ადრე იყოს ესეთი ქმედებები დასჯილი, რაც უფრო მეტნაკლებად ამ მიმართულებით თქვათ უფრო თანაბარს გახდეს საარჩევნო გარემო. ცხელხაზე სტუმრად არიან იმეულო მჯარია და გახშვილი, ჩვენ რამოდენიმე წუთით რეკლამას დავუთმოთ ეთერს, შემდგომ კი ისევ განვაგრძობთ მათთან საუბარს. ურავის მისცემ უფლებას შეცდომაში შეგიყვანოს, შემოუერთდი სამოქალაქო მოძრაობას, ეს შეგეხება. ცხელხაზე პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ წინასაარჩევნო გარემოზე, რამდენად არის ეს გარემო სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სასურველი. როგორც პროდიუსერი მატლობინებს, ახლა მაყურებელია ხაზზე, მოусმინოთ მას და შემდგომ ჩვენ სტუმრებთან, ნინო ლომჯარიასთან და კახშუთან გადავალთ კითხვებით. გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობისა. მე ვცხოვრობ ვახტანგ ქიხვანის ქუჩაზე, დინა ლომაძე. და მოვიდა ჩემთან ამომრჩეველი გოგონები. 3 ცხოვრობს ამ ჩემ სახლში. და 6 იყო მიწერილი სხვადასხვა. და მე კი უთხარი რომ არავინ ცხოვრობს ჩვენ 3 ვარ. და რა ვიცი რა აქნეს წასალეს არა არაფერი არ ვიცი. ასე ხდება სულ რამდენი არჩევნები იყო 5 წელი და მისამართი დაიმეორეთ ქალბატონო. ბატონო
ბატონო იქნებ მისამართი გაიმოეროთ და ვახტანგ ჩიქოვანის 22 ეგ არის ვეჯიში და თქვენთან გადმოვკითხვით აი დღეს რა გარემოც გვაქვს საარჩევნო აი ამ პირობებში არჩევნების ჩატარება როგორი არჩევნები ჩატარდება ამ პირობებში ძალიან ისე ხალხურად რომ ვთქვათ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს მიდგომები და აუცილებლად უნდა შეიცვალოს პრაქტიკა. პირველ რიგში კონტროლის პალატის ქმედებები, ანუ ეს სამხრივი მიდგომა, სუბიექტურობა და ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, არასათანადოდ დასაბუთებული, ესე ვთქვათ, წაყენებული ბრალდებები და ასე შემდეგ, რასაც ძალიან უხვად ხედავთ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ესეთი შეშფოთების საგანია არასამთავრობო ორგანიზაციების. აუცილებელია რომ სასამართლო ხელისუფლებამაც იგივე ვთქვათ მიდგომა გაიზიაროს და რეალურად ადგილი ქონდეს სასამართლო პროცესებზე გარემოებების და მტკიცებულებების ობიექტურ და მრავალმხრივ გამოკვლევას მიეცეს მხარეებს საშუალება რომ წარმოადგინონ და სათანადოდ ვთქვათ დრო მიეცეთ თუნდაც სათანადოდ წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები მიეცეთ მხარეებს ორივე მხარეს საშუალება რომ თავიანთი შუამდგომლობები იყოს დაკმაყოფილებელი სასამართლო პროცესზე და არა ვთქვათ სამხრივად პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობები, ანუ ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა, გარდა ამისა მედიის ხელმისაწვდომობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. საუბარია თქვათ იმაზე, რომ დღესდღეობით თქვათ მთელი საქართველოს დაფარვა მეტნაკლებად რამოდენიმე სატელევიზიო არხს აქვს, რომელიც თქვათ უფრო პროსახელისუფლებო თქვათ ინფორმაციას და ნიუსებს აწარმოებენ და ვფიქრობ, რომ თქვათ უფრო კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს ანუ საზოგადოებას უნდა ქონდეს ხელმისაწვდომობა, თქვათ უფრო კრიტიკულად განწყობილ ანუ ტელევიზიების მიერ წარმოებული ინფორმაციაზეც, ანუ მედია გარემო აუცილებლად უნდა შეიცვალოს და არის ალბათ რაღაცა საკითხები იგივე საარჩევნო კოდექსშიც, რაც საჭიროებს ცვლილებებს, თუმცა აი ეს პირველი ორი მიმართულება, რაც დავასახელე და კახამაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო იქნება ნამდვილად, თქვათ, მიუკერძოებული ობიექტური და სასამართლო პროცესზე მაინც იქნება თქვათ შესაძლებელი, რომ დადგინდეს თქვათ საქმეზე ჭეშმარიტება, ამ შემთხვევაში რაღაცა თქვათ სადღაც მაინც იქნება ადგილი, სადაც მხარეებს ექნებათ იმედი, რომ იქ მაინც იპოვიან თქვათ სამართლს. რაც ჩამოთვალეთ, ბოდიში შეგაწყვეტნით, რაც ჩამოთვალეთ. აი ამ პრობლემებიდან თუ ხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ რომელიმე მათგანის გამოსწორების სურვილი არსებობს. მაგალითად, კი ბატონო, აი ერთი მიმართულება, რაც გამომრჩა, ეს არის პოლიტიკური ნიშნის დევნის და ზეწოლის შემთხვევები, თქვათ ჩვენ ანგარიშში, თქვათ წინა აპრილისთვისაც და მაისისთვისაც ათობით ესეთი საქმე მოხდა. მე ვფიქრობ, რომ უწყებათა შორისი კომისია რაც შეიქმნა, მას აქვს შესაძლებლობა და ყოველ შემთხვევაში ის რეკომენდაციები, რაც დღემდე გაკეთდა ამ მიმართულებით, იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია გამოსწორდეს. მაგალითად, მე პირადად ესეთი მოლოდინი მაქვს, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები უნდა შემცირდეს მომავალი თვეების განმავლობაში. მაგრამ ეს შემთხვევები მაინც გვხვდება და დაუშვათ ვინც უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან და სხვადასხვა გამოკითხვით დასტურდება, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდეს, მათი რეაბილიტაცია არ მოხდა. შევხედოთ ალბათ ივნისისთვის, მე პირადად ველოდები, რომ ალბათ შემცირდება, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევებში კომისიას ჰქონდა ეფექტური რეაგირება, თქვა ჩვენი გამოცდილებით რასაც ხედავ, თუმცა ეს არ არის საკმარისი, თქვა ინდივიდუალური საქმეები, მოგვარდეს და მათი პრევენცია მოხდეს, აუცილებელია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ჩაიდინეს დარღვევები, იმ ადამიანებმა, ვის მხრიდანაც მომდინარეობდა ეს ზეწოლა თუ დევნა, დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის. ხოჩოს 51 სკოლის დირექტორი თუ არ ვწდები არ შემეშალოს ისტორიის მასწავლებელი რომ გაათავისუფლეს, შემდეგ ეს დირექტორი დააჯილდოვდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დირექტორი გადავალ კახისთან ძალიან ცოტა დრო გრჩება. კახი თქვენ თუ ხედავთ ასე ვთქვათ, საიმედო ნიშნებს, რომ არსებობს პოლიტიკური ნება შეიცვალოს საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ. საუბარი არის 3-4 თვიან პერიოდში. ხო, ძალიან პატარა პერიოდი, ძალიან ცოტა დრო დარჩა. მოდი ესე ვთქვათ, რომ ვირტუალურად არსებობს, ვირტუალურად იმისთვის, რომ უცხოელება შემდგომში დაწერონ დასკვნები, რომ აგერ უწყებათა შორისო კომისია შეიქმნა, სიები გადაამოწმა, სიების გადამოწმების კომისიამ და ასე შემდეგ არის, მაგრამ რეალურად რა ხდება? რეალურად ხდება ის, რომ ფაქტობრივად სულ რამოდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის არამძიმე მუხლით, ეს არის ნაკლებად მძიმე მუხლი, 64 პრიმა მუხლი, ფაქტობრივად აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული იქნა პატიმრობა, მაშინ, როდესაც არანაირი საფუძვლები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ამ ტიპის დანაშაულის ბრალდებულებისათვის
არ იყო აუცილებელი აღკვეთ ღონისძიების საქმის დაპატიმრების შეფარდება კიდევ ერთხელ ვიძახის სისხლის სამართლის კოდექსი ძალიან ბევრ არასაპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას იცნობს. საუბარია ქართული ოცნების წევრების დაპატიმრებაზე. ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მიდგომები არის არასტანდარტული. ხო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლი განსაზღვრავს დანაშაულის კატეგორიას. ეს არის ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე. 164 პრიმა მუხლი თავისი ხასიათით და შინაარსით, ვინაიდან მისი ყველაზე მაღალი სანქცია არის 3 წელი, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, როგორც წესი, სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს მძიმე აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა, მაგრამ გამოყენებულ იქნა იმიტომ მხოლოდ რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა იყო განხორციელებული. ასეთი მიდგომები, როდესაც ჩვენ გვაქვს რომ კონტროლის პალატა სრულიად უსაფუძვლოდ ის კი არა რომ დაუშვათ დასაბუთებულად ერთია, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ შესაძლებელია გამოტანილი იქნას რაღაც გადაწყვეტილება, თუნდაც ანგარიშების გაპატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება უფრო მეტის შემცვლელი მოქმედება სახელმწიფო პარტიის მხრიდან შემჩნეულ არ იქნეს. ან იყოს რაღაც განცხადება გაკეთებული ისეთი, რომელიც თავისი ხასიათით, აი, მიმართა პროკურატურას, ახლა წარმოიდგინეთ, როგორია მიმართო პროკურატურას ერთმა სახელმწიფო უწყებამ, მეორე სახელმწიფო უწყებამ, როგორია მიმართოს ტელეეკრანზე. მიმართო მიცი პასტა ფურცელი ხელის მოწერა და გაგზავნა და მოთხოვნა იქიდან პასუხის, რომ გთხოვთ მაცნობელ პასუხი ჩემს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაზე. აი ესეთი მიდგომები რას ნიშნავს? ნიშნავს რომ ფორმალობაა უბრალოდ რომ აი პროკურატურას მიმართება მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ რომ ვისაუბრებთ სამართლიან საარჩევნო გარემოზე, კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა კრიტიკის საგანი არა მხოლოდ ჩვენია, არამედ ევროპის საპარლამენტო ასამბლეას საუბრობს, ვენეციის კომისია საუბრობს იმაზე, რომ ძალიან არასწორი და არაპროპორციული საარჩევნო სისტემა გვაქვს. ჩვენი სხვადასხვა პრობლემები საარჩევნო კოდექსში, რომელიც გვხვდება, ხო, მათ შორის უცხოელი დამკვირვებლების მიმართ შეცვლილი პოლიტიკა, რომ მაინც და მაინც უნდა გაარკვიონ, ახლა ეს უცხოელი დამკვირვებლები საიდან ჩამოვიდნენ. იქ ჩანაწერში არ არის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეუძლია დააკვირდნენ პროცესებს. არის რაღაცა ისეთი საკითხები, რომელიც უფრო ამარტივებს ხელისუფლების მოქმედებას. ახლა საჩივარი როდის იწერება? საჩივარი იწერება უბანზე მაშინ, როდესაც არის რაღაცა რეგულაცია, რომელიმე მოიქცეს საუბრო საარჩევნო კომისიის წევრი, თავმჯდომარე და მდივანი, და იმ შემთხვევაში თუ ისი არ იქცევა, როგორც ეს წერია საარჩევნო კოდექსში, დამკვირვებელს ან დაუშვათ დაინტერესებულ სუბიექტს, რომელიც რომელსაც შეუძლია საჩივრის დაწერა, წერს საჩივარს, რომ ამას უნდა გაიარო ტრაექტორი პირდაპირ გაიარა ზიგზაგით, ხო? მაგრამ როცა ზიგზაგი და ტრაექტორი არ არის განსაზღვრული უკვე საარჩევნო კოდექსში, ხო, როგორ უნდა დაწერო საჩივარი, როგორც უნდა ისე ილის, იმიტომ რომ არ არის, ხო? მისი მოქმედება მკაცრად რეგლამენტირებული. აი ამ გაანალიზებულია ძალიან კარგად, რაზე იწერებოდა სხვადასხვა არჩევნებზე დიდი რაოდენობით საჩივრები და რაზედაც იწერებოდა დიდი რაოდენობით საჩივრები, ის მუხლები საქართველოს საარჩევნო კოდექსში არის გამარტივებული, იმიტომ რომ ხელოვნურად შემცირდეს საჩივრების რაოდენობა. მივიდეთ მხოლოდ ხელოვნურად შემცირებულ საჩივრებს საბოლოოდ არა იმიტომ რომ დარღვევა არ ყოფილა, არამედ იმიტომ რომ დარღვევა აღარ ითვლება, ის რაც ითვლებოდა. ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან და ბატონ კახაბაძეთან საუბრის დროს ძალიან ბევრი კითხვა დაგვროვდა, რომელიც ჩვენი გადაცემის შემდგომი სტუმრისთვის, ქალბატონ ჯიორა თაქთაქიშვილისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გვექნება შემონახული. რა თქმა უნდა, ბევრად უჯობესი იქნებოდა, რომ იქაც დებატის ფორმატში გვემუშავა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად გვექნება დებატი. აი, მანამდე რეკლამის მერე მოდიოდნენ ხოლმე, ვერ წხედავდით ერთმანეთს, ეკლავზე ვნახეთ როდესაც. ახლა გამოკითხვა შემოგთავაზებთ, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მოამზადეს თბილისის ქუჩებში. სწორედ იმ კითხვაზე არის თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო, ეს არის ჩვენი ინტერაქტიული შეკითხვა დღეს და აი ამ გამოკითხვის შემდგომ უკვე სტუდიაში ჯიორა თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი. დიდი მადლობა. მადლობა. საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემოა? ეს ნაციონალური ჩვენი არემია და ქვია დაღალოს თანაბარი როგორია? არა მას ვერ გახსოვს მე პასუხს მაგინა არის არა გენაცვალე ხელისუფლებას უპირატესობა აქვს მე კი არა პატარა ბავშვმა ციცის და ყველა ჯერჯერობით არა რა მომგონი კი თანაბარი საარჩევნო გარემოა? მოგონი არ არის თანაბარი ხელი შემშლელია ბევრი რაღაცები შემეშვი თავიდან უნდა დიახ რა თქმა უნდა ვერ გეტყვით
აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არ შევიკავებ ამ კითხვისგან. საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემოა? ვერ გეტყვით გემოცვალე, ვერაფერს ამიტომ არა ვარ პოლიტიკის გამო ძალიან შორს. არასდროს არ იქნება ჩვენთან. ჩვენ როგორც ერი, არა ვარ სრულყოფილი ერი. ხელისუფლებას აგებლობს ყველაფრით რა, ოპოზიციას ვიმიცა უფლება რამესიკაც. კომენტარის გარეშე გემოცვალე. ნუ ეხლა ჩვენ მე ფაქტიურად ვერ ვფლობ ასეთ იმას ინფორმაციას და მეტნაკლებად ეს ისინი რაღაც გარკვეული ბალანსი დათმობია. არა, პოლიტიზირებული. ფიქრობ არ ვიცი, ვერ გიპასუხებ მაგ კითხვას. არ ვიცი, მე მგონი, მე ვფიქრობ, რომ არა. არ მგონი. რა ვიცი. უბრალოდ ეჭის პოლიტიკურა ხალხი. საქართველოს თანაბარი საარჩევნო გარემოა? არა. სააგაშვილის ხელში არა. შეიძლება იყოს. ნახევარითვის მე უფრო გამოჩნდება ყველაფერი. ისე თანაბარი უნდა იყოს. თანაბარი იქნება, რა თქმა უნდა. პოლიტიკაში ძალიან ცუდად ვერკვევი, თქო, მე ცუდი რესპონდენტი ვარ. მე მგონი სააგაშვილი არ გვინდა. არ ხოთ ინფორმაციას იმდენის რომ პასუხი გასცე. არ ვერკვევი გენაცვალე მაგ საკითხებში. ალბათ უფრო არ. ჯერჯერობით არ არის. და როდის იქნება ნორმალური არ ვიცი. გამიგიან ერთმანეთს ყველა უბრალოზე. უნდა. აბარა. საქართველოს თანაბარი საარჩევნო გარემოა? არა, იმიტომ რომ თავრობას მეტი რესურსი აქვს და ოპოზიციას ხედავ არავითარი გასახამი არ აქვს იმისა, რომ ეს თავისი რესურსი გამოიყენოს ხალხთან ურთიერთობის, ხო? და საიდანაა თანაბარი? არა, რა თქმა უნდა არ არის თანაბარი იმიტომ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყენებს თავის ადმინისტრაციულ რესურსს, ის იყენებს ყველა ძალოვან სტრუქტურას. ამ პირობებში თანაბრობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე მენანება რომ ეს ხდება მიშა სააკაშვილის სახელით, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენ დემოკრატიაზე გვესაუბრებოდა. არის თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო? ეს არის დღევანდელი კითხვა ცხელხაზზე. ამ კითხვაზე გთხოვთ ინტერაქტიულ აქტივობასაც და Facebook-ის ცხელი ხაზის გვერდზეც უკვე იცვლება შედეგები, მართალია ძალიან დიდი აქტივობა დღეს არ არის. იმასაც ვიტყოლებთ, რომ მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგვიქვთ უყურებს ამ თუთას. 30 ხმა დააგროვა პასუხმა, რომ არ არის სამართლიანი არჩევნებისთვის საკმარისი გარემო ქვეყანაში, 3 მაყურებელი ამბობს, რომ არის და 2-ს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ ჯერა ტაკტაკიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი არის, ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარი, ცხელი ხაზის წინასწარმეტყველთან სულვილი გამოთქვით, რომ ალბათ ჯობდა რომ მაინც დებატი ყოფილიყო დღეს რაკი საარჩევნო გარემოზე საუბრობთ. სიამოვნებით, ჩვენთვის რომ ეს ცნობილი იყო, დიდი სიამოვნებით მივიღებდი დებატში მონაწილეობას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო პირველი ნაწილი, ეს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის მათთან, ვინც აქ იყვნენ და რა ვიცი, მე დიდი სიამოვნებით ამ შენიშვნებს მათგან არ არის ნორმალურად სიები გადამოწმებული, რომ არის საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემა მედია გარემოსთან, კონტროლის პარტიის სასამართლოს დამოკიდებულება, შენიშვნებს ამ კრიტიკას ყოველდღე ისმენთ მათგან? ჩვენ უფრო ხშირად გვიხდება საუბარი იმ საკითხებზე და გვიხდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომლებიც უკვე გადავჭერით და რომელიც უკვე აისახა საქართველოს კანონმდებლობაში და რამაც მისცა შესაძლებლობა მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ყოველთვის აკვირდებოდნენ და ამ არჩევნებსაც დააკვირდებიან საქართველოში, ეს გახლავთ EUTO, ეს გახლავთ EUTO-ს სპეციალური დანაყოფი ოდირის სახით, ვენეციის კომისია ამ ორგანიზაციებმა ჩათვალეს, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დასრულდა იმით, რომ საქართველო მიიღო
ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ქვეყანაში ჩატარდეს კიდევ უფრო დემოკრატიული არჩევნები, კიდევ უფრო სამართლიანი გარემო შეიქმნას, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ გარემოებებს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას, ხაზი გაესვა იმ დადებით სიახლეებს, რომელიც აისახა კანონმდებლობაში და ეს სწორედ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი, როდესაც ჩვენ სწორედ აქტიური კომუნიკაციის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებთან შემოვიღეთ დამატებითი გარანტიები კანონმდებლობაში იმისთვის, რომ არ იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსები, რომ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ უფრო მეტად მიუწვდებოდეთ ხელი წინა საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებზე და რაც მთავარი არის, მათ მიიტანონ ამ მრჩევლამდე ის პროგრამა, ის გეგმები, რომელსაც ისინი პირდებიან საზოგადოებას და დამერწმუნეთ დღეს ფეხბურთი კი მიმდინარეობს ჩვენს პარალელურად სხვა არხებზე, მაგრამ უფრო მეტად საყურადღებო არის ჩვენთვის თითოეულ ოჯახში არსებული ის პრობლემა, რომელთა გადაჭრის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი გზა არის სწორედ პროცესის დაფიქსირება არჩევნებს. მაგრამ ელთოს გნებავთ ვენეციის კომისიის გნებავთ საყოველთაო სახელმწიფოების საგარეო უწყებათა ოპოზიციები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებზე საკონკრეტიკულია მათი დამოკიდებულება საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ კანონის მიმართ, რომელმაც ძალიან გაართულა პოლიტიკური საქმიანობის საშუალებები პოლიტიკური მოდით ალბათ ჩვენ სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნებს ვცნობით, მოგახსენებთ იმ კონკრეტულ დასკვნებზე, რომელიც გამოქვეყნებული არის, რომელიც არის ელთოს და ოდირის მიერ, ასევე ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული და რომლებიც პირიქით ძალიან მკაცრად მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან დაემკვიდრებინა ის გარანტიები, რომელიც ხელს შეუჩლიდა ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციის განვითარება. ვენეციის კომისიის დივანი მაგალითად დისკუსიაშიც კი შევიდა, იმიტომ რომ მისი გამოთქმული მოსაზრება არასწორად იქნა. არა, დავასრულო თქვენ თუ კითხვას მისვამთ ასევე ალბათ პასუხის ბოლომდე უნდა მოისმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის არა ის თუ რა ეწერება კონკრეტულად კანონმდებლობაში და რაც ვენეციის კომისიამ თქვა ეს ძალიან კარგად დაფიქსირდა სწორედ იმ დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნებული არის და ხელი მიუწვდება რომელზეც ყოველს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი არის ჩვენ ვფიქრობთ ის, რომ ჩვენ ნაყოფიერად გავაგრძელოთ თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემოში, რომელიც ამ პერიოდშიც მიმდინარეობს ეს წინასაარჩევნო გარემო და დღევანდელი ეს გადაცემაც სწორედ ამ გარემოს ნაწილი არის, მოეცეთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, თანაბარ მდგომარეობაში ვერ იქნება ის, ვისაც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 60% და ის, ვისაც მხარს უჭერს მაგალითად 15%, ხო? აი, განჩერ რას გulis ხო რა? მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით დავასრულებ და უფრო ზუსტად გამწევ პასუხსაც. მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით კი არა, ის რამდენი უჭერს მხარს. არამედ სახელმწიფო სტრუქტურები რამდენად თანაბარ სიტუაციაში აყენებენ ხელისუფლებას და დღეისათვის მის მთავარ ოპონენტს. ძალიან სწორი კითხვაა. ძალიან სწორი კითხვაა და სწორედ იმისთვის, რომ ამაზე პასუხი თქვენ თვითონაც კარგად დაინახოთ, თუ კი ვთქვათ ამის სურვილი არსებობს, ის რომ ჩავიხედოთ ერთის მხრივ კანონმდებლობაში, როგორი არის კანონმდებლობა. მე ძალიან მეამაყება ის, რომ ჩვენ შევძელით ძალიან ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მიგვიღო ისეთი რეგულაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით, რომ პირველი უზრუნველყოფილ იყო ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებული არის პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის და დამეთანხმებით, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ უმრავლესობის მქონე პარტიისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს თუ საიდან ფორმირდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტი, მეორეს მხრივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე. აი, სწორედ იმის მაგალითად დავასრულებ. ხო? სწორედ იმის მაგალითად პარტიებს აქვს თუ არა თანაბარი შესაძლებლობა წინასაარჩევნო გარემოში, მოდით განვიხილოთ რა პრობლემები სახელდებოდა წინაარჩევნებს. აი, აუცილებლად ეს მაგალითი, ხო? რა პრობლემები იყო 2020 საარჩევნოში და განვიხილეთ, ამიტომ მინდა რომ ჩვენ ცოტა პრობლემები არ განვიხილავს, ამიტომ დავასრულებ და მე რამოსამ თქვენ საარჩევნო თუმცა მაშინ როდესაც ჩვენ რას ვადარებთ, ხო? რას ამბობდა რა კრიტიკა არსებობდა 2008 წელს, რა კრიტიკა არსებობდა 2010 წელს და ის რომ 2012 წელს აღარ არსებობდეს ასეთი კრიტიკა.
ერთ-ერთი კრიტიკა იყო ის, რომ სახელმწიფო დაფინანსება არ იყო თანაბარად ხელმისაწვდომი ოპოზიციის პარტიებისთვის, იმიტომ რომ მოიხსენებათ, რომ დაფინანსების სისტემა პარტიების დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენ ხმას მიიღებდა პარტია და გასაგები არის, რომ როდესაც კონსტიტუციურ უმრავლესობას იღებს ერთ-ერთი პარტია, მას უფრო მეტი სახელმწიფო დაფინანსება ექნება. ჩვენ სწორედ იმისთვის, რომ გადაგვიწყვიტა ეს გარემოება და მიგვეცა თანაბარი შესაძლებლობა ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიისთვის, რომ ქონოდათ თანაბარი წინასაარჩევნო პირობები, გავზარდეთ ოპოზიციის პარტიების დაფინანსება, გავზარდეთ ჯამურადაც 100%-ით სახელმწიფოს დაფინანსება და დღეისათვის სახელმწიფო დაფინანსების 70% იღებენ ოპოზიციის პარტიები. ქალბატონჩო და დიდი ბეჭდური და ისაუბრებ თუ შეიძლება ჩვენი ნაციონალური მოძრაობა ქალბატონჩო და იმდენად იშვიათად გვაქვს ფეგურირება რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ ჩვენი სტუდენტები ძალიან ხშირად ვუყურებთ თქვენ გადაცემას, როდესაც ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არის თანასწორი მდგომარეობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. თქვენ პირადად რამდენად იცნობთ კონტროლის პალატის დასკვნას, მაგალითად, თქვენი პარტიის კონკურენტი პოლიტიკური კოალიციის მიმართ გამოტანა. ჩემი ამოცანა არ არის შევისწავლო განმოცულებით კონტროლის პალატის გადაწყვეტილებები, ეს არის მათი ფუნქცია, მაგრამ მე რა თქმა უნდა ვეცდები იმ ინფორმაციას, რატო შეიძლება დაჯარიმდეს პოლიტიკური ოპონენტი 63 მილიონი ლარით. ნამდვილად და მე ძალიან ვწუხობ, როდესაც ჩვენ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც გავიხსენებ ძალიან მოკლე მაგალითს, როდესაც ჩვენ ვსჯელობდით იმაზე, სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა მოთხოვნა წლების განმავლობაში გახდათ სწორედ ის, რომ ქვეყანაში არსებულიყო განსხვავებული წესები პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფად, არსებულიყო უფრო კონკრეტული რეგულაციები იმისთვის, რომ პარტიებს არ მისცემოდათ შესაძლებლობა გორდიაულოთ კანონის მოთხოვნებისთვის. აი სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დებულებებზე ვსჯელობდით და ვსაუბრობდით იმაზე, 5 მაგი იყოს ჯარიმის ოდენება თუ 10 მაგი, ნამდვილად დამერწმუნეთ ვერც მე და ვერც ერთი ის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული, ვერ იფიქრებდა, რომ იქნებოდა პარტია ქვეყანაში, რომელიც 15 მილიონს. ეს გახლავთ მაგალითისთვის შედარება აქვს ინფორმაცია, რომელიც დაადგინა სასამართლომ, რომელიც არის გათვალისწინებული ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება საინფორმაციო საშუალებებით და რომელსაც მე ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალყურს, ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი, როდესაც ერთი პარტია აძლევს თავის უფლებას 15 მილიონი. ეს გახლავთ ჯამურად რა ავიღოთ ოპოზიციის პარტიების დაფინანსება საქართველოში, კერძო სექტორიდან ჯამურად, ეს არის 4 მილიონი. 15 მილიონი ეს არის თითქმის 4-ჯერ მეტი იმაზე, რაც ლეგალურად შეიძლებოდა ქონოდა ყველა ოპოზიციის პარტიას და 15 მილიონი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდა, ცოტა ნაკლები არის, ხო, 14 მილიონი რაღაცაზე არის საუბარი, დადგინდა, რომ ეს იყო ის თანხა, კანონის დარღვევით რომელიც დადგინდა, რომ კანონის გვერდის ავლის მიზნით და კანონის დარღვევით იქნა შეწირული კონკრეტული სუბიექტის მიერ. აქტებზე დარღვევით დადგინდა ეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას და რა თქმა უნდა არ მოგვეცემა არავის იმის შესაძლებლობა ვთქვათ, რომ რომელიმე სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება იქნას საქართველოში მიღებული ფაქტზე დაყრდნობის გარეშე. ეს როგორც ცნობილია. თუმცა ეს ის იმ ქვეყანაში ხდება და იმ მომენტში ხდება, როდესაც დღითი დღე იზრდება ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა. სასამართლოს მიმართ ნდობა ეს არის აუცილებელი კომპონენტი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სწორედ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ არა, მე არც ერთი კვლევა არ მინახავს, მაგალითისთვის გეტყვით, 10% იყო სასამართლოს მიმართ ნდობა 2003 წელს, ეს გახლავთ UNDP-ის მონაცემები, ხოლო ეხლა AERA-ის მონაცემები 59%. ეს ძალიან სოციოლოგიური კვლევის სამსახურების ჩატარებულ გამოკითხვებს ზოგი ადასტურებს რომ მიზნება, ზოგი ადასტურებს რომ ის ვითარება, რაც დღეს იქნება კონტროლის პალატის მხრიდან
როდესაც მაგალითად შერჩევით ხდება ერთი პოლიტიკური კოალიციის დაჯარიმების პრაქტიკა და დაუშვათ სხვა თუნდაც მართული პარტიის წარმომადგენელთა მსგავსი საქმეები, ან უფრო მეტად დასაბუთებული საქმეები, შეთავაზებისა, მოსყიდვისა, კონტროლის პალატამ ეს საქმეები არ განიხილა და გადასცა ხორა ინფორმაციას რომელიც თქვენთვის უნდა თქვა წერან. სოსო ხაკაძე, შეგიძლია თქვენ ამ დაადასტუროთ, ან უარყოთ ის, რომ ის იქნება მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატი სამტრედიაში? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპზე არის კონცენტრირებული იმ პრობლემური საკითხების გამოკვეთაზე და ამ საკითხების გადასაჭრელად საზოგადოებისთვის გამოსავლის შეთავაზებაზე. რაც ეხება კონკრეტული პიროვნებების სახელები, გვარები, თუ ვინ იქნებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში როგორც მაჟორიტარად, ასევე პროპორციული წესით, დამერწმუნეთ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე. კარგით, თქვენ გესმით და ამიტომ საკუთარ აღიარებული ფაქტი არის ასეთი ტერმინი და მედიაში ყოველ შემთხვევაში საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტად ითვლება ის, რომ სოსო ხაკაძე მოიაზრება როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის ეს ინფორმაცია არ არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის ცნობილი არის სწორედ ამ გადაცემაში წამოსვლის წინ შეგვეღალმოწმა ეს ინფორმაცია კონტროლის პალატის საიტზე, რომ რეაგირება მოხდა კონკრეტულ ფაქტზე და საქმის მასალები დიახ საქართველოს პროკურატურაში, რომელმაც უნდა გამოიძიოს შესაბამისი საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, ერთი ფაქტიც იყო აქ დასახელებული, ხო? კონკრეტული აქტივისტების საკითხი, რომლებიც ქართული ოცნების სახელით პირდებოდნენ ამორჩეველს. არა, დავასრულებ, თქვენ მიკითხეთ, რომ გადააგზავნათ თუ არა მასალები. საქართველოს კონტროლის პალატა მოიქცა იგივენაირად ბატონი სოსო ხაკაძის მიმართ დაფიქსირებული ბრალდების შემთხვევაში, როგორც ის მოიქცა იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ძალიან ღიად საჯაროდ, სწორედ ამ ტელევიზიითაც იქნა გავრცელებული ეს ინფორმაცია, აცხადებდნენ, რომ ისინი ამორჩევლებს 1000 ლარად სთავაზობდნენ ხმის ყიდვას. მე ძალიან მწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა და ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთის მხრივ ჯერ ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები არ არიან თუნდაც მათი პარტიის წევრები და არც არასოდეს ყოფილან, ხოლო მეორე დღეს აქვეყნებენ განცხადებას, რომ გარიცხეს კონკრეტული პარტიის წევრები თავიანთი შემადგენლობით. თქვენ ფიქრობთ, რომ ხაკაძე უნდა დაიბაროს კონტროლის პალატამ და ჩამოართვას ახსნა დამატება აპირებს თუ არა ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყება სალამარჩევნებისთვის? ჩემი ამოცანა არის უზრუნველყოთ. ფიქრობ რომ უნდა კონტროლის პალატამ შეასრულოს კანონმდებლობა. კანონმდებლობით ამორჩევლის მოსყიდვა, ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემთხვევაში რეაგირება სახორციელებს პროკურატურა. თუმცა ვიცი არის ის საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, თუმცა მისი ძალიან ბევრი აქტივობა გახდა მისი დაჯარიმების მიზეზი. თქვენი აზრით, სოსო ხაკაძე უნდა დაიბაროს თუ არა კონტროლის პალატამ? მაგრამ თანასახელეთ რომელიმე ერთი სხვა პარტია გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, რომლის მიმართაც კონტროლის პალატამ ერთის მხრივ მიიღო გადაწყვეტილება და დააჯარიმა, გაგახსენებთ თქვენ თუ არ გნებავთ ამის გახსენება, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, კერძოდ მისი თავმჯდომარის მოვლენა ცხვრის დამატებით იმ ფაქტისათვის, რომელიც იქნა კონტროლის პალატისთვის მიწოდებული და გავრცელებული იქნა საჯარო ინფორმაციის საშუალებებით, რომ მიიღო შესაბამისი რეაგირება. მეორე შემთხვევაში, როდესაც ბატონი სოსო ხაკაძის საკითხი დადგა, მან მოახდინა კანონის ფარგლებში არსებული რეაგირება და კანონი, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა მიიღო, სწორედ ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთილი სახეზე, ამ შემთხვევაში ხდება საკითხის გადაგზავნა პროკურატურაში და არა კონტროლის პალატის მიერ მისი გამოკვლევა. ბეჟუაშვილის ფაქტი, რომელიც ცოტა უფრო ფართო მასშტაბში ცნობილი და ამიტომ მე ეხლა ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხზე, არ ვიცით. კავშირის საქმიანობის შეგიძლიათ ამ საკითხით მიმართოთ პირადად, როგორც ჟურნალისტმა. ჩვენი ამოცანა არის
კანონი საქართველოში იწერება არაერთი პარტიისთვის, არაერთი ადამიანისთვის, არამედ კანონი იწერება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინაშე არ დადგეს პოლიტიკური კორუფციის საფრთხე. კანონი იწერება იმისთვის, რომ ვინც ქვეყანაში დღეს არ არგებს საარჩევნო კანონმდებლობა. ნუ ასეთი რამე კონტროლის პალატის გახების. მოვიყვანეთ თქვენ ორი კონკრეტული მაგალითი, როდესაც ერთიანი ნაციონალური ორი კონკრეტული მაგალითი ბატონი სოსო ხაკაძისა და ბატონი აღარ მახსოვს სახელი და გვარი რუსთავის საკრებულოს არა მეორე პირველად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როდესაც კონტროლის პალატის რეაგირება იყო ადეკვატური, იყო კანონის შესაბამისი და როდესაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში რუსთავის ფაქტზე მაქვს მხედველობაში რუსთავის ფაქტზე მაქვს საუბარი, სადაც ნამდვილად დადასტურებულად ბატონი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალიან აქტიური წარმომადგენელი რუსთავში და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ასეთი ტიპის ქმედების ჩადენას, როდესაც მან თავისი პირადი სახსრებით დაპატიჟა სააღდგომოდ თავისი თანაქალაქელები და ვთქვათ რა ძღვენი მიართვა. ეხლა სხვა სადავო საკითხი არის ეს, რამდენად არის ქართული ტრადიციის შემადგენელი ნაწილი და რამდენად უნდა იქნეს განხილული თუ არა მოსყიდვად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კანონში ძალიან კონკრეტული ჩანაწერი ვიწერია, რომ სადღესასწაულოდ სუვენირის ფარგლებში და ცრიეფასიანი საჩუქრების გადაცემა ეს არ არის, ხო, მოსყიდვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინიმუმ ორი შემთხვევა არის დასახელებული, როდესაც კონტროლის პალატის რეაგირება მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიმართ ჩადენილ ქმედებას, ბატონი სოსო ხაკაძის შემთხვევაში ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ ჩვენთვის არანაირად არ არის ცნობილი ის, რომ ის რამე ფორმით არის დაკავშირებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, გარდა იმისა, რომ მისი საქმიანობა არის ნაციონალური მონიტორინგის განახორციელებ და ვინახავთ, რომ 2012 წლისთვის ადგილობრივ ბიუჯეტებში საკმაოდ გაიზარდა სწორედ ამ სადღესასწაულო ღონისძიებებზე საჩუქრების დარიგების. რა თქმა უნდა, ასევე ნახავთ, რომ 2012 წლის ბიუჯეტი ზოგადად გაზრდილი არის 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით და ასევე ნახავთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტი იყო გაზრდილი 2010 წლის ბიუჯეტი. არა, ასევე ნახავთ შემთხვევებს, ასევე ნახავთ კიდევ, რომ გაზრდილი არის მთელი რიგი მუხლები, რომელიც ეხება ქვეყნის სოციალური სისტემის აღწყობას და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებში რეაგირებას პრობლემებზე. ეს ცალკე განხილვისაგანია და ამაზე აუცილებლად გაგახსენებთ. არა, ეგრეთ, როდესაც თქვენ დასვით საკითხი, მაშინ მომისმენთ, რომ დავამთავროთ ხო ეს საკითხი. შესაბამისად, ძალიან სასიამოვნო არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება და იზრდება სწორედ იმ პროგრამებზე გაწეული ხარჯები, რომელიც თითოეული ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებას პასუხობს. იქნება ეს სოციალური დახმარება, იქნება ეს საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა, იქნება ეს გაზრდილი შესაძლებლობები, იქნება ეს გაზრდილი შესაძლებლობები საარჩევნო გამოვაყენა. მეორე შემთხვევაში ისიც არ უნდა გაგვაუწყდეს, რომ ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ 2012 წლის არჩევნებზე მოქალაქეებმა გადაწყვეტილება გააკეთონ არა იმის დამიხედვით, ბიძინა ივანიშვილს მილიარდები აქვს რუსეთის ბანკებში თუ მილიონები, არამედ იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური პარტია გადაუწყობს მას დასაქმების პრობლემას, ჯანმრთელობის დაზღვევის პრობლემას, მისცემს შესაძლებლობას ოჯახებს, რომ მათი ყოველდღიური საჭიროებები იქნეს ადეკვატურად დაკმაყოფილებული. მაშინ, როდესაც მათ არ აქვს დასაქმების შესაძლებლობა. დებატების თემა და ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ თქვენ დღეს თქვენ პოლიტიკურად ძალიან სასიამოვნო იქნება ალბათ სხვა შეკითხვები. კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გამოვიტანა გადაწყვეტილება და დააკისრა 63 მილიონი ლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილს. ჯერ 150 მილიონი ლარი და თუმცა მიუხედავად იმისა, რომ განახილდა ეს თანხა, ბატონ ივანიშვილი აცხადებს, რომ ის არ გადაიხდის ამ თანხას, იმიტომ რომ უსაფუძვლოა მისი აზრით აი ესეთი ტიპის გადაწყვეტილება. ერთი არის ამბობს კანონი, როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა, მეორეა თქვენი როგორც პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია და მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლისა, გადაწყვეტილების მიღებისა, რომელიც საინტერესოა ჩემთვისაც და ალბათ მაყურებლისთვისაც. როგორ იმოქმედებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება? ბატონი ბიძინას გადაწყვეტილებები ძალიან დიდი მოულოდნელობით არის ხოლმე ახსავსე, ხო? ჩვენ კარგად ვიცნობთ მის
მთელ პერიპეტიებს მის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ მთელი თვეების განმავლობაში მიდიოდა დავა იმაზე, რა სახით უნდა შეეტანა ბატონ ბიძინას განაცხადი იმისთვის, რომ მოეპოვებინა საქართველოს მოქალაქეობა, რა წესები უნდა დაეცვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბოლო მომენტამდე, სანამ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად გადაეწყვიტა ეს პრობლემა, როდესაც ხედავდა, რომ ბატონ ბიძინა არ აპირებდა ამ პრობლემის მოგვარებას, პარლამენტი გახდა იძულებული მიიღო ისეთი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც რატომ არ აპირებდა კონსტიტუციური ცვლილება ქვეყნისთვის ძალიან მაგნე იყო. ესე შევხედოთ, ხო? მისი ამოცანა, როგორც აღმოჩნდა მოგვიანებით და ძალიან განიკვირდა მე პირადად ასეთი გადაწყვეტილება გახდა სწორედ ის, რომ შექმნა საკუთარი სტატუსი იმდაგვარი, რომ თითქოს მას ნდევნიან, თითქოს მას არ აძლევენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ხოლო მაშინ, როდესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მას მიანიჭა უფლება გამოსული იყო, ჩართული იყო კონკურენტულ გარემოში, წინასაარჩევნო კამპანიაში და თანად გამხდარი იყო საკუთარი პარტიის პირველი სახე, მან უკან დაიხია. რატომ? ძალიან მარტივი არის ამ კითხვაზე ალბათ ხო პასუხისგაცემა, მას არ შეუძლია აღიაროს ის, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ის დამარცხდება. კარგი, ეს საბოლოოს გვაძლევს ის სასამართლო პროცესი. ძალიან კონკრეტულად არის, ან კონკრეტულ შემთხვევაში საქმე მე ვარ იურისტი, ჩემთვის ცნობილი არის ძალიან მარტივი ლოგიკა არის. ძალიან მარტივი ლოგიკა არის. კანონში ძალიან მარტივად არის ჩანაწერი გაკეთებული, ვის აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა და ვის აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა ნაციონალიზაციის. ძალიან კარგად ვიცით, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ძალიან ცალსახა არის. განსხვავებით სხვა მთელი რიგი სიტუაციებისგან, როდესაც კანონი შეიძლება არ იყოს ცალსახა. კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ ბიძინას ეს კარგად არის განმარტებული სამოქალაქო რეესტრის პასუხში. ბატონო ზურაბ, ძალიან გთხოვთ, რატომ რა გინდათ ასეთი ტიპის საუბარი? როდესაც კანონი არის ცალსახა და ამბობს, რომ თუ კი ხარ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ერთადერთი გზა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა არის მიმართო პრეზიდენტს, რომ მან დაუშვას გამონაკლისი და მოგანიჭოს ორმაგი მეორე საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ შენ ეს გზა უნდა გაიარო. არის სასამართლოს გადაწყვეტილება და რატომ ვამბობ წინასწარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ კიდევ ერთი საშუალება ბატონო ბიძინასთვის მიიღო მოქალაქეობა, მან არ გამოიყენა და სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყოს თანაბარი წინასაარჩევნო გარემო. პარლამენტმა მას მისცა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და საქართველოს მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირენ მას თუ არა. ეხლა რაც შეეხება ბატონ ბიძინას კიდევ ერთ უცნაურ განცხადებას, რომ იგი თურმე ამჯობინებს აღიაროს ის, რომ პუტინი არის არჩეული ლიდერი, მაგალითისთვის შედარებას მოვიყვან, ხო? აღიარებს იმას, რომ ის ელოდება რუსეთში რაღაც დემოკრატიული პროცესების და რეფორმების განვითარებას და ამის პარალელურად ამბობს, რომ თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რომელიც არჩეული არის საქართველოს მოქალაქეების მიერ, მიღებული კანონის საფუძველზე. შემდგომში კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ამავე ქვეყნის საქართველოს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება. შემდგომში აპელაციის მიერ შემცირებული ჯარიმა, თურმე ეს არის ისეთი უკანონობა, რომ მისი შესრულებაც კი მისი მხრიდან იქნებოდა კანონის დარღვევა. კარგი, ეს არის ძალიან სასაცილო და სავალალო, როდესაც ადამიანი, რომელიც არ არის ეს საინტერესო რა მოხდება, ეს რა თქმა უნდა გადაწყდება და შესაბამისი რეაგირება მოხდება იმ ორგანიზაციების მხრიდან და უწყებების მხრიდან, რომელსაც ასეთ შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინონ, არსებობს ამის სამართლებრივი პროცედურები, მაგრამ სავალალო არის ისიც რა, რომ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აცხადებს, რომ არ მოსწონს თურმე საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი, მე პირადად ვისურვებდი, რომ საქართველო უფრო სწრაფად ვითარდებოდეს დემოკრატიული თვალსაზრისით და უფრო მეტად უახლოვდებოდეს ნატოს და ევროპას. როდესაც ასეთი ადამიანი ამბობს, რომ მას უნდა გახდეს ქვეყნის მმართველი და მოვიდეს
უმრავლესობით ხელისუფლებაში რისის თვითონაც არ ჯერა როგორც ჩანს, იმიტომ რომ არ იღებს ამ არჩევნებში პირადად მონაწილეობას, აი ასეთი ადამიანი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს. ეს ვფიქრობ ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რამდენი შეიძლება გვქონდეს იმაზე, თუ ის როგორ შეძლებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების კარგად სასამართლოზე ეს ორი ფაქტი ძალიან ცუდად მეტყველებს, ეს მე არ მეთქვამს და ეს არის საერთაშორისო დაღუპული. დამისაღებად რომელიმე ქვეყანის რეგიონის თუმცა მოდით ახლა ეს თემა ახალ გადავიდეთ, რომელიც ახლა უკვე არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მაჟორიტარი დმანისის რაიონიდან. მისი ქველმოქმედებით უნდა დაინტერესდეს თუ არა კონტროლის პალატა და იქნება თუ არა ეს ადეკვატური საქმიანი და უშუალოდ არ ვიცი თქვენ კონკრეტულად რა საქმიანობაზე მოგებით რა ტიპის საქმიანობა. ეს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ვებგვერდზე და რამოდენიმე ინფორმაცია გვაქვს სოციალურად დაუცველი და გაჭირებული მოსახლეობის მედიკამენტებით დახმარება გადაუგებელი რომ ვიცოდე ეს არის 2011 წლის 22 დეკემბერს მიერ მიღებული კანონის შემდეგ, როდესაც შეიცვალა კანონმდებლობა თუ მას თუ მანამდე არსებობის ხომარის თავი არ წერი აქ პირველ წელი ხომარის რაც დეპუტატი ამიტომ უბრალოდ საქმიანობას ჩამოვარდეთ გადაუგებელი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა სრულად უსასყიდლოდ გაზიფიკაციის პრობლემების მოგვარება რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის აწყობა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება კომპიუტერული ტექნიკით სკოლების აღჭურვა და დახმარება ეს მაჟორიტარი კანდიდატის ამფუძნებელთა პსპ საიტზე დევს ეს ყველაფერი ეს საქველმოქმედო თუმცა ხომ ხდება ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დაჯარიმება არაადეკვატური წინადადებების შეთავაზების გამო როგორც თავად კონტროლის პალატამ განაცხადა გლობალურთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ნამდვილად გაუგებარი არის თქვენ რომელ საქმიანობაზე საუბრობთ თუ კი ეს თანადამფუძნებლის პსპ-ს დამფუძნებლის უკაცრავად კახა ოქრიაშვილის საქველმოქმედო და მერესახლის წელს ხო როდის მოხდა ასეთი ტიპის ფაქტები ჩვენ არის ვერ განთავსებულია ვებგვერდზე ეს ქველმოქმედების 2011 წლის დასაწყისიდან 2011 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც მკაც მოთხოვნებს დააწესებდა ერთის მხრივ პოლიტიკოსების მიერ განხორციელებული თქვათ ფინანსური საქმიანობისათვის, რომელიც მიმართული არის ამ მრჩეველზე და მეორეს მხრივ არ იყო ისეთი რეგულაციები, რომელიც პარტიებს მოსთხოვდა გამჭვირვალობის იმ სტანდარტს, რომელსაც დიდი ხანია ითხოვდნენ ერთის მხრივ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო 2010 წელს და 2011 წლის ივნისში გახდა ეს დასკვნა ცნობილი და გამოქვეყნდა გრეკო, ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს მოუწოდა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა ერთის მხრივ ამორჩეველთა მოსყიდვის გამორიცხვას და მეორეს მხრივ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ამ კანონის ფარგლებში ეს კანონი ამოქმედდა მხოლოდ 2012 წლის იანვრიდან. ამ პერიოდის შემდგომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიმართული არის ამორჩეველზე და მიზნად ისახავს რამდენიმე სახის პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას ამორჩეველზე, ბუნებრივი არის, ეს არის აკრძალული, ხოლო ის საქმიანობა, რომელიც არის მაჟორიტარი დეპუტატის დაპირება თავიანთი ამორჩევლების მიმართ, თუ რა ქმედებებს განახორციელებენ ისინი თავიანთი როგორც მაჟორიტარი საქმიანობის და უფლებამოსილების მანდატის ფარგლებში, ეს არის პირიქით სრულად კანონიერი და სწორედ ამისთვის ვირჩევთ ხო მაჟორიტარებს საინტერესოა შეგვისრულო. ამისთვის ირჩევენ მაჟორიტარს? ნამდვილად მაჟორიტარს ირჩევენ იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ რეგიონს, იქნეს დასმული ქვეყნის მეშვეობით რომ აღმოიფხვრას? არა, ერთი წუთით იქნეს დასმული ქვეყნის ბიუჯეტის განხილვის მომენტში, იქნეს გათვალისწინებული ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ესაჭიროება კონკრეტულ სოფელს, კონკრეტულ რეგიონს, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი 2012 წლის არჩევნებზეც ნამდვილად ჩვენ ვდებთ იმ პირობას, რომ შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს ამ მრჩეველებისთვის, ნამდვილად ვდებთ პირობას, რომ კი
კიდევ უფრო მეტად გავრცელდება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში, კონკრეტულ სოფლებში მიწის დამუშავების პროგრამები, შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ეს არის სწორედ ის, რატომ უნდა დაგვიჭიროს ჩვენ მხარი ამერჩია. მაინტერესებდა უბრალოდ ის, რომ ივანიშვილის ძმის კომპანია, ივანიშვილი დაჯავიდეს ძმის კომპანიის გამო, რატომ შეიძლება რომ ეს კომპანია ინფორმაციიდან არ არის დასახელებული, რომელიც ჩვენ მოგცემდა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ 2012 წლის იანვრიდან მოყოლებული ბატონი კახაო ქუაშვილი ეწეოდა კონკრეტულ საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მიზანი იყო არჩევნებზე PSP-ს გვერდზე ეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არის ისეთივე საჯარო ინფორმაცია, როგორც იყო მაგალითად ბატონი სოსოფ ხატაძის კონკრეტულ შემთხვევაში მიმართ დაფიქსირებული ბრალდება, მასზე ერთ შემთხვევაში მოახდინა უკვე კონტროლის პალატამ რეაგირება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, საკმარისად ჩათვალა ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის საშუალებებით იყო გავრცელებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ვერც ერთ კონკრეტულ ქმედებას, რომელიც იქნა განხორციელებული, არ არის ყოველ შემთხვევაში საიტზე დადებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ კანონის მიღების შემდგომში განხორციელდა რაიმე ქმედება. ყველა ქმედება, მიუხედავად იმისა, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი, თუ არის სხვა რომელიმე პარტიის მხრიდან განხორციელებული, ექვემდებარება თანაბარ გამოკვლევას და თანაბარ რეაგირებას. ამის მაგალითები მე უკვე მოგიყვანეთ. იყო ორი მაგალითი, ერთ შემთხვევაში საკრებულოს წევრი დაჯარიმდა, სწორედ იმდენი ათმაგიოდებით იმ თანხისა, რა თანხაც მას დაუჯდა კონკრეტული საჩუქრის გადაცემა კონკრეტული ქუჩის მოსახლეობისათვის და საზოგადოებისათვის, რომელიც ამ ქუჩებზე ცხოვრობდა, მეორე შემთხვევაში პროკურატურაში იქნა გადაგზავნილი მასალები ზუსტად ისე, როგორც იქნა გადაგზავნილი ქართული ოცნების აქტივისტების დაპირება, რომ ისინი თურმე 1000 ლარად ყიდულობენ ჩვენი თავმოქალაქეების ხმას. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში იმის პარალელურად, რომ არის გაზრდილი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები დღითიდღე იზრდება იმ პროგრესის შესაბამისად, რა პროგრესაც ქვეყანა აღწევს. ყველა მიმართულებით იქნება ეს დასაქმება, იქნება ეს ჯანდაცემება, მოსახლეობის თვალსაზრისით და ფიქრობ, რომ არის ამორალური შენს გაჭირებულ ადამიანს, მოქალაქეს შესთავაზო 1000 ლარი მისი ხმის სანაცვლოდ, მაგრამ ამორალური პრობლემა ის რომ შესთავაზე მაგალითად ძალიან შეწევდებოდა თქვენი შეთავაზების შესახებ, სასოფლის შეთავაზების შესახებ, ეს რამდენად მორალური რას გულისხმობთ? ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი შემადგენელი სწორედ გაიხების დახმარება სასუქით უზრუნველყოფაში, სწორედ მიწის დასამუშავებლად, რომელსაც ისინი ვერ დაამუშავებენ, თუ კი საკმარისი რაოდენობის სასუქი არ იქნებათ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი. სწორედ ამიტომ მიგიღებთ ინფორმაცია, რომ ეს არა საბიუჯეტო, არამედ რაღაც პირად დაპირებებს კონკრეტულისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ესეთი რამ არ განმეორებულიყო 2012 წლის დასაწყისში 2011 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ ახალი კანონმდებლობა და ეს კიდევ ერთი მაგალითი არის იმისა, რომ 2012 წლის წინ არსებული წინასაარჩევნო გარემო არის ბევრად უფრო ღია, ბევრად უფრო გახსნილი, სამართლიანი და სამთავრობო არა, მე ესეთი რამ წინა ნაწილში არ მომისმენია, მე მოვისმინე რომ მათ სურთ მეტი და მეც ძალიან მინდა რომ იყოს მეტი, სწორედ ამიტომ შეიქმნა უწყებათშორისი საბჭო, რომელიც ამოცანა გახლავთ ყოველ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება. ფაქტი იქნება ეს მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კონკრეტული საჯარო მოხელის მიერ თავისი უფლებამოსილების გადაჭარბება, იქნება ეს კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების გადაჭარბება და წინასაარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ყველა ასეთ შემთხვევაში იქნება რეაგირება და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემო არის ბევრად უკეთესი ვიდრე იყო 2010 წელს და კიდევ უფრო მეტად უკეთესი ვიდრე იყო 2008 წელს. ჩვენ ძალიან მტკიცე ამოცანა არის, რომ 2012 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ უფრო სამართლიან და კიდევ უფრო თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი და გაუჭირონ ხალი იმ პარტიას, რომელიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს და პრობლემებს გადაუჭირს. დიდი მადლობა ხალხო მჩვერა, ჭორა თაქიშვილი,
იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი საქართველოს პარლამენტის წევრი, თუმცა კიდევ ერთი კითხვა ნათია, რომელიც ისედაც მქონდა ჭანიშნული, მაგრამ იმის გამო რომ არ არის დებატი, ახლა დავსვარ კიდე დამატებით დისკუსიას გამოიწვევს ქალბატონ ჩიორასთან, მაგრამ არ იქნება ოპონენტის აზრი. ეს არის საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, რომელსაც ხარჯავს საქართველოს მთავრობა და რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოფიქრებელს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. გადადის მმართველი პარტიის ყურებაში და რა თქმა უნდა ის არ ხარჯავს ფულს ხარჯავს მთავრობა, იმიტომ რომ მთავრობა ახორციელებს რაღაც პროექტს და ამ შემთხვევაში პირდაპირ ამაზე მინდა რომ ძალიანაც მოკლედ გიპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ ჩვენი ამოცანა, როდესაც 2003 წელს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ვთქვით, რომ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც ელემენტარულ საჭიროებებს უარყოფილებს ადამიანებს, რომელიც ჯიბეებს ისქელებს და არცერთ შემთხვევაში არ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ თუ დემოკრატიულ განვითარებაზე, სწორედ ამას უთხარი თუ არის. ამიტომ 2004 წლიდან მოხოლებული ამ ქვეყანაში ამორჩევლები მხარს უჭერენ და ირჩევენ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მათ ამოცანებს გადაცემის თემა დღეს არ ყოფილა, შეძლო თუ არა, მოახერხა თუ არა მთავრობამ დაძლევა აი ამ კონცეფციის, რომ მთავრობის წევრებმა ჯიბეები არ უნდა გაისქელონ და არის თუ არა საქართველოს ალბათ მეთანხმებით დავძლიეთ საქართველოს მთავრობაში მაგალითად შემთხვევები, როდესაც არის ელიტარული კორუფციის მაგალითები და არის ჯიბეების გასქელების მცდელობა. როცა არ ხარჯავს ფულს პოლიტიკური ძალა და პრაქტიკულად იგი თავის აქტივში იყენებს თანხებს და რა თქმა უნდა ძალიან ადვილად ხდება შედარება. ძალიან კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის ზუსტად იმ ვებგვერდის მეშვეობით, რომლის აუცილებლობა ჩვენ 2011 წლის 28 დეკემბერს დავადგინეთ კონტროლის პალატის საიტზე. თქვენ შეგიძლიათ ეხლავე გადაამოწმოთ ინფორმაცია თუ რა თანხებს ფლობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2011 წლის ანგარიშის მიხედვით და ჩვენ ყოველთვიურად წარადგენთ თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც სარეკლამო თანხების მოცულობა რამის 14 მილიონს მიაღწია, რაც გახარჯა ნაციონალურმა მოძრაობამ და მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება. წელს იყოს უკეთესი მდგომარეობა, ჩვენ დამატებით 900.000 ლარი გავითვალისწინეთ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეძლევა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გადაახავს 5% აზრს, სწორედ იმისთვის, რომ მან დააფინანსოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. აი ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის ევროპის შემდეგ ჩვენ აღმოჩნდით სწორედ ასეთ რეჟიმში ოპონირების ნათია, იმიტომ რომ კაპიტონ ჩიორა გადაპირობენ რომ ზემონებით მოვა დებატზე, ასე რომ კიდე ყოველთვის ჩვენი მედიკოქსում კავკასიის ეთერში, ცხელხაზზე, ბარიაში და სხვა გადაცემაში, რაც უფრო გააქტიურდება წინასაარჩევნო პროცესები, ხშირი დებატი იქნება და ასე სწორედ რომელიც არამარტო დებატებში უზრუნველყოფს თანაბარ წარმომადგენლობას, არამედ ასევე საინფორმაციო გამოშვებებში. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შედეგად საარჩევნო კამპანია დაიწყება ოფიციალურად, როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება. თუმცა მანამდე არის ხოლმე საშუალება, რომ 45 წუთი პრეზიდენტის სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივა იყო, რომ გაცილებით ადრე ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, იყოს საერთაშორისო მედია მონიტორინგი. ძალიან კარგი. ამოცანა არის სწორედ იმის პრევენცია, რომ საინფორმაციო საშუალებებმა არ მისცენ თავიანთავს შესაძლებლობა არადაბალანსებულად და მიკერძოებულად გააშუქონ წინასაარჩევნო გაწმენდას. სწორედ ამიტომ მონიტორინგი მანამდე მიმდინარეობს, რომ ერთი დადასტურება არის იმისა, რომ 2012 წლის არჩევნების წინა გარემო მედია იქნება ის თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში არის გაცილებით უფრო ღია, ხელმისაწვდომი და ვერ გაუწევთ როგორც პოლიტიკური ოპონენტები, ასე რომ პოლიტიკური ოპონენტების სხვა ჩატარდა არის
პროცესი არ არის ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არ არის აუცილებელი გარემო. ჩვენი მაყურებლები, რომლებიც ტელევიზიის ინტერაქტიულ ხაზზე ადასტურებენ დიახ ამბობს 6.4%, არ მიაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო 91.9%-ს და დაახლოებით 2.1% ამბობს, რომ ნაწილობრივ. შედეგები Facebook-ის გვერდზე შედეგებს გამოაცხადებ Facebook-ის გვერდზე, ესე იგი 3 ადამიანი მიიჩნევს, რომ ნამდვილად არის დღეს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო, 33 მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი გარემო სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და ნაწილობრივ ასე თulis 2 ადამიანი და დასასრულს მე არ ვიცი რამდენად ავტორიტეტულად მიგაჩნიათ თქვენ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, თუმცა სწორედ ამ მათი დასკვნის მიხედვით თქვი მეწერან, რომ 2008 წელთან შედარებით გაუარესდა მდგომარეობა წინა საარჩევნო დარღვევით. ვერ დავეთანხმები ამ ნაწილში და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაზე, ის გაზრდილი დაფინანსება კერძოალიან გადაწყვეტილების ხარჯზე და ის დამატებითი გარანტიები, რომელიც აძლევს ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ყველა პარტიას. თუმცა ადმინისტრაციული რესურსების გასაკონტროლებლად ახალი საკანონმდებლო ბაზა, გაზრდილი სანქციები და კონკრეტული მექანიზმი მონიტორინგის. ამას ზემოქმედების იარაღი, მაგალითად კონტროლის პალატის ხელში. ეს არის თემაზე საუბრობდით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციაზე. აბატონჩიორ ტაკტაკიშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია და წარმოადგენს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს იგი მხოლოდ მარტო მონაწილეობდა ჩვენს გადაცემაში ოპონენტის გარეშე, ბუნებრივია მე არ მქონდა სხვა მოლოდინი, რომ იგი იტყოდა, რომ არ არის ღია და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო. დავყრდნობოდი იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის კანონში განხორციელებული ცვლილებები და შემდგომში არა მარტო კანონში განხორციელებული ცვლილებები, არამედ ის კონკრეტული მონიტორინგის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს წინა საარჩევნო პერიოდში, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ 2012 წლის წინა საარჩევნო გარემო იყო ბევრად უფრო ღია, დაბალანსებული და თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მე იმედი მაქვს, რომ ისე მოგვიწოდებს თელს სახელმწიფოს ყველა სტრუქტურას, ხელისუფლებას, ოპოზიციას, პედიას და ყველას, რომ ყველა მე ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს არჩევნები ყველას მოვუწოდებ არის გამჭვირვალობისა და რეალობის მაღალი მაჩვენებელი დღეს ამით ნახე უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ეს არის ჩვენი მოწოდებაც აბსოლუტურად ყველა წარმომადგენლის და სუბიექტის მიმართ, იქნებიან ეს პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო უწყებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ყველას მოწოდებაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, რომ 2012 წლის წინა საარჩევნო გარემო გავხადოთ იმაზე უფრო კონკურენტული და იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას ამ საქმეში. დიდი მადლობა, რომ გვეწვიათ დღეს. დღეს გადაცემაც ხელი ხაზის სტუმარი იყო ჩირო თაქთაქიშვილი, მეორე ნაწილში ვსაუბრობდით საარჩევნო გარემოზე, გადაცემას უძღვებოდით მე ნათია ოროლაშვილი და ზვიად ქორიძე. გემშვიდობებით 4 შაბათამდე.